როდის მიხვდი რომ დამოკიდებული ხარ ამაზე? დამოკიდებულებისკენ მიდრეკილება მქონდა და რამდენადაც დეეჩემი ჩემთვის მიმწოლი იყო რომ გააკეთე, იმდენად მართმევდა პასუხისგებლობაზე თვითონ აკეთებდა. კი, ღმერთო, ეგ როგორ მესმის? მე ყველაფერს მოვიხარ. შენ რამდენი წელია ფხიზელი ხარ უკვე? ტრავმა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს ეს ცხოვრებაში. და ტრავმიდან გამომდინარე ჩვენი მორგება, ადაპტაცია ყოველთვის იყო და იქნება. ხო. არ არსებობს ესეთი მოთუშებული ტკივილია. ეხლა ტკივა ხოლმე მაგას რო ვიხსენებ. და როდის გაჩნდა პირველი მზაობა რომ შენ უნდა იარო თერაპიებზე? ფსკერი არის ის ადგილი, სადაც შენ ხარ მარტო და სიცარიელეში. რასაც მთელი ჩვენი ცხოვრება გაუბოდი ნარკოტიკს, იმიტომ ვიკეთებდი რომ მარტო და სიცარიელეში არ ყოფილიყავი. ბოლოში მივედი აი ამ სიმარტოვესთან. თუ დედაჩემა მომითქო ჩემი ტაკო და ვარ კარგად სახში კომფორტულად წამლის ქვეშ. მაგას თქვია რომ დედა არის მაგ დროს პადელნიკი და ბებო. გაუშვი საქმიდან გასვეს ნარკოდამოკიდებული. რა მოგტება? ის რას მოგტება? აი ეხლა წამლებიც აი მოხმარებით უეჭველი მოგტება. მოგესალმებით ჩერის სივრცის მორიგი ეპიზოდით და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, თუმცა სანამ სტუმარს გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ჩვენი პოდკასტის მეგობარი კომპანია არის Snacky, ეს არის საქართველოში დამზადებული მიწისთხილის კარაქი, რომელსაც არ აქვს არანაირი დანამატები, ძალიან ჯანსაღი არის, ძალიან უყვართ ბლოგერებს, იმიტომ რომ ყველა ბლოგერის ფიდზე არსებობს Snacky-ის კარაქი და რა თქმა უნდა ძალიან გვიყვარს ასევე ტრენერებს და ადამიანებს, რომლებიც მიყვებით ჯანსაღ ცხოვრებას, ვარჯიშობთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჯანსაღი ცხიმების წყაროა, ცილებს შეიცავს და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ ამით იქ. ნამცხვარი იქნება, თაზო მომაწოდა ძალიან ბევრი იდეები, როგორ და გააკეთოს თუ გინდათ რეცეპტები. გაგიზიარებს და მოკლედ კაი რაღაცები კეთდება ამ ჩვენი Snacky-ის მიწისთხილის კარაქით. ეხლა გადავალ მე სტუმარზე, თაზო არის ტუღუში ჩემი სტუმარი. თაზო არის ძალიან მაგარი ადამიანი, სანამ აქ მოვიდოდა იმდენ თაზოს უყურე ეს ორი დღე რომ ძალიან მაგრად ვიცი მგონია. მაგრამ თქვენც მინდა რომ გაგაცნოთ, სავარაუდოდ უკვე ალბათ იცნობთ, არის ნებას დამფუძნებელი, როგორც პოდკასტის, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრის და უკვე ორი არის, ხო, ესეთი საქართველოში. და დღის ცენტრიც არის პლუს ჭავჭავაძეზე. ამაზე თვითონ უფრო კარგად მოგვიყვება, მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე გადავალთ, თაზო, იცი რა მითხარი, სიყვარულმა როგორ იმოქმედა შენს მთელ აი ამ გამოცდილებაში და აი ამ მოგზაურობაში, აი ესეთ ემოციების როლერკოსტერში. ვინაიდან თავიდანვე დამოკიდებული ვიყავი ურთიერთობებზე, შემეძლო რომ ურთიერთობაში ნარკოტიკი არ მომეხმარა, რომ აი ვიღაც გოგოს რო გავიცნობდი და სანამ რაღაც პარტნიორები გავხდებოდი, შეყვარებული გავხდებოდი, ცოლი გახდებოდა. მანამდე შემეძლო რომ რაღაცა თავი პერიოდი მქონოდა, რომ არ მომეხმარა ნარკოტიკი რა. ალბათ მაინც ეს ჩემი ბავშვური დეფიციტის შევსება ხდებოდა რა ამ სიყვარული. სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის თვითონ დამოკიდებულის გზაზე. იმიტომ რომ აი ნებისმიერი აი დამოკიდებულები რომ ვზივართ ხოლმე ყოფილი და რომ ვაზიარებთ რაღაცას, მაინც ყველა იმასთან მივდივართ, რომ რა არის და აი სიყვარული მაყდა, სიყვარულთან მივდივართ, სიყვარული ვერ აი სულ ამ სიყვარულის განცდასთან და აი კონტაქტის არ ქონასთან ვიყავით რა. აი ის იმხელა იფორიკერდა ეს პირველადი ურთიერთობა იმხელა მას გაძლევდა ასე ვთქვათ სიცარიელის შევსებას რომ მზად ვიყავი რომ ნარკოტიკს მაგრამ სად ნელდებოდა ეს? ან რატო ნელდებოდა? იმიტომ რომ ის ადამიანი ვერ იპოვე ვინც მართლა სიყვარული ყოფილა თუ არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს ვინც ამბობს რომ სიყვარული უნდა ვიპოვო, სიყვარული უნდა ააშენო ჩემი აზრით. კი ბატონო, მით უმეტეს. ხო ნუ ერთი რაღაც დანახვით ვიღაც გოგო ეხა რამდენი ერთი დანახვით მომწონებია. იყო ყველა სიყვარული ვერ გახდება მართალი. შეიძლება ყველასთან ერთად აგეშენებინა სიყვარული, თუ მზად იყავი იმასთან ერთად რომ აგეშენებინა ეგ სიყვარული რა. მე ესე ვთვლი რა. ეს არის ემოციების დაშენება ერთმანეთზე, რომელიც ხდება ერთად გამოცდილების გაზიარებით. ხო. კი ბატონო, მაგრამ აი ხო და სად ქრებოდა შენთვის ეს? აი რატო ქრებოდა? ნახე, იმ დღეს მოусვინე ვიღაც პოდკასტ და მეგონა რომ რაღაც ჩემნაირს ამბობდა, მაგრამ სხვა რაღაცა თქო მე. ანუ იყო პერიოდი რომ აი ვიღაც გოგოსთან ერთად ვარ დღეს. და ვიცი რომ ეს გოგო მიყვარს სიგიჟემდე, ანუ აი ხო. ეს უფრო ის პერიოდია სანამ ნარკოტიკთან მივედი და სანამ ძალიან გააშეუბერე ეს ნარკოტიკი რა. და ეს გოგო იმდენად მიყვარს, რომ აი ყველაფერზე მზად ვარ, რომ აი ამ გოგოსთვის ვქნა.
და მაგალითად დამშორდა. და ნუ აი მე მოვკვდი, ვიტირე, ვიბღავლე, ჩემი მომივიდა რაღაცა და მეორე დღეს შემეძლო რომ იგივენაირად ვიღაც გოგოსთან დამეწყო ურთიერთობა და იგივენაირად ყვარებოდა ის გოგო. რას ნიშნავს ეგ? აი რა მაგას გეუბნები, რას ნიშნავს ეგ? ძალიან საინტერესო, რას ნიშნავს ეგ? ის არ გიყვარდა ალბათ. ის ხომ მიყვარდა გუშინ. ის გეგონა რომ გიყვარდა ალბათ. და მესამე დღეს რომ იგივე მომხდარიყო, იქაც შემეძლო რომ მეთქო რომ აი ეს მიყვარს. და სუსტად დარწმუნებული ვარ რომ სამივე მაგრად მიყვარდა იმ მომენტში. აი მართლა გეუბნები. ანუ ეს არის რომ მოწყვლადი ემოციურად ხარ მიეწ. ეს თვითონ ეს ქალი კი არ მიყვარდა სინამდვილეში. იმის პრეზენსი მიყვარდა ჩემს ცხოვრებაში. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ის არ გიყვარდა. ხო ის რომ ჩემს ცხოვრებაში იყო და მე რა მისი არსებობა. მისი არსებობა მიყვარდა პრეზენს, ხო, არსებობა, ხო? მისი არსებობა მიყვარდა ჩემს ცხოვრებაში. ანუ ისევ შენი ეგოისტური, სიცარიელიდან გამოდიოდი. მე არ მესმოდა. ანუ ის რო იყო ჩემს ცხოვრებაში და ვიღაცაზე შემეძლო დაყრდნობა, აი ეგ მიყვარდა. მაგრამ ეხლა მე გეუბნები, მოხმარების პერიოდში ქონია სიყვარული? ხო, ნუ ყავდა რამოდენიმე ცოლი. რამდენიმე ცოლი? მართლა რამოდენიმე ცოლი ყავდა რა გამაქვს. ყავდა რამოდენიმე ნუ ცოლი. რა დავიწყე რა, არა ოფიციალური და ოფიციალური ერთად ხაზი. შენი ჰობი რა. მოყვებული მაქვს, ხო, ერთ ცოლთან სამი მყავდა რა, არა 4. რა არის შენი ჰობი? ცოლების მოყვანა. ყველა ერთად რო შეიკრიბო ძალიან ბევრი გავა. ქალაქში საერთოდ თუმცა ბევრი ხანი დიდი ხანია. და ანუ აი ამ პერიოდში როცა შენ გოგოები გიყვარდა, მაშინ არ მოიხმარდი. და რა ანუ დაშორება ხა მართლა მეორე დღეს ხوار მოხდებოდა კაცო. რატო ხდებოდა? ყოფილა შემთხვევა რომ ერთი 3 თვე ვიღაც გოგოსთან ერთად ყოფილა და ეს 3 თვე ასად არ მომიხმარდა. და რატო გშორდებოდა? მე ისე ვიწყებდი მოხმარებას რა. ანუ ისე იფორია გადაივლიდა ისე. ტოლერანტობა იწევდა ამ გოგოს მიმართ, იმიტომ რომ ეს სიყვარული არ იყო და ტოლვა იყო, ტოლერანტობა იწევდა. უფრო მეტი უნდა მომეხმარა ეს გოგო და მე აღარ მყოფნი და ანუ მოხმარებაში არ გულისხმობთ იმ რაღაცას. ხო, რა თქმა უნდა, იმ მოხმარებას. იმ მოხმარებას, ანუ უფრო მეტი უნდა ამეღო ამისგან და რო ვიღარ მეტი ემოცია უნდა მოეცა იმას შენთვის, ხო. და რო ვიღარ ვიღებდი უფრო მეტს, მე უკვე რაღაცა უცხოც უნდა დამემატებინა და მესმის, ანუ არასარეს. ხო, ეს სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის რა. რეაბილიტაცია რო გავიარე, თუ მკითხავ რატო დავრჩის რეაბილიტაციის ცენტრში ხა რომ მითხეს თავიდან 1 წელიო კი ვიფიქრე ერთი ამ ხელი მაისოს. მაგრამ რატო დავრჩი რეაბილიტაციაზე? რაღაცაზე უჟმურად რო ვეტყოდი სიყვარულით პასუხობდი და გადავირი. ანუ ხო შეიძლება თქვას ვიღაცამ რომ აი პულსი ხდიან და სიყვარული. არა, ის ადამიანი პასუხობდა სიყვარულით, ვინც თვითონაც პულსი ხდიდა პროგრამაში. ანუ ცოტა დიდი იყო ჩემზე ამ გამოჯანმრთელებით რა. ანუ პროგრამის მონაწილე ისეთი სიყვარულით მომმართავდა, მეთქი ეს და ყველა მე თქვენ ნარკოტიკს მართლა მოიხმარეთ თუ რაღაცა შეკრული ხარ ჩემს თუ რა ხდება, ვერ მოვედი ასე რა. ხო, წარმოიდგინე რა ანუ აი ეს არავის არ აინტერესებდა საიდან ვიყავი, ვინ ვიყავი და როგორი ვიყავი. უპირობოდ გიღებდი. რაღაცა ეს უპირობო სიყვარული იყო და ისეთი კრიტიკაც მოდიოდა რომ ვერ აცო ამას ხო და თან რა დისონანსი მქონდა იცი რომ ესე უყვარვარ და თან ესე როგორ მაკრიტიკებს. ანუ ან ვერ ვიტევდი რომ თან შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და თან გააკრიტიკო და შეიძლება ეგეთი რაღაცა. ბიბლიაში ძალიან კარგად ჩანს ეგ. ხო, მიწოდებას გააჩნია რა, ალბათ როგორც მე მოგაწოდიან და ნუ რამხელა გაანალიზება ჭირდება, რომ აი ეგ დაიჭირო ზუსტად რა, რომ თან აკრიტიკო. მაგრამ მთელი არსის მაგაშია რომ ბავშვს არ შეუძლია დაიტიოს ერთად ბრაზი და სიყვარული, ანუ არ შეუძლია, არ აქვს ეგ დატევის საშუალება, ან უნდა უყვარდეს, ან უნდა ბრაზდებოდეს და სპლიტინგს აკეთებს. იმიტომ რომ დედამ რომ მითხრა რომ არ გაბრაზდეო. ხო. მაგიტო ეს ბრაზი ჩემსკენ უნდა შევატირო და მე ვარ ცუდი და დედაა კარგი, იმიტომ რომ მე მირჩევნია რომ lovable parents იყოს with unlovable child. ანუ მოსიყვარულე დედა იყოს ისეთი შვილის მიმართ, ვის შეყვარება შეუძლებელია. იმიტომ რომ იმას ვერ მივიღებ, რომ დედას არ შეუძლია ჩემი შეყვარება. დედას აქვს პრობლემა, მაგას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ დედა არის მაშინ ვინც შეუძლია მე გადამარჩინოს, იმიტომ რომ ჩემი გახსოვს რომ გადარჩენა არის თავარი და მაგას ვერ მივიღებ, ამიტომ მირჩევნია რომ ესე ვაღიარო რომ გადავრჩი ამ ურთიერთობაში, მე შენ ურთიერთობაში, როცა დედა ხარ, მირჩევნია რომ მე ვთქო რომ მე ვარ ცუდი და შენ კარგი ხარ რომ გადავრჩი. პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით, დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც.
როდის იყო პირველად, როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში აი ეს ნივთიერებები და შემოვიდა ერთია, როცა გართობის პონჩი და სიტუაციურად შემოდის, მაგრამ შენ თვითონ როდის შენ თავთან როდის აღიარება შეიძლება უკვე ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ როდის მიხვდი, რომ დამოკიდებული ხარ ამაზე? რამდენ ხანში მოხმარებიდან? ესე დავიწყებ რა. ნებისმიერი ადამიანი არის მიდრეკილი დამოკიდებულებისკენ, ანუ არახისის კარაქი არ იწევს დამოკიდებულება შენში, მაგრამ ჩემ შეიძლება გამოიწვიოს და მოდა შაქარი არ იწევს შენში დამოკიდებულებას, მაგრამ ჩემში დამოკიდებულებას. ანუ კაი, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ ბევრი საჭმელი არ არის დამოკიდებულება, ისეთი ხო, ანუ ყველა ვარ დამოკიდებული, ცოტა უნდა ვჭამოთ, მაგრამ ზოგისთვის ის მოიხმარს უკვე ამას ბოროტად. კი ბატონო, გადაჭარბებულად. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ აბიუზი რასაც ხო, აბიუზი რას ნიშნავს ეს, ხო? ანუ ადამიანი დაბადებიდანვე მიდრეკილია დამოკიდებული. ჩვენ რაღაც საუღიქოთ ეს დამოკიდებულება და ანუ არ მოგწონ სიტყვა დამოკიდებულება. ეს რაღაცა კიდე შემოტანილი ეს პროპაგანდა არის რა, ეს რაღაცნაირი უარყოფითად არის მოწოდებული დამოკიდებულება. დამოკიდებულები უნდა ვიყოთ და დამოკიდებული უარყოფითად არის მოწოდებული, ხო? ანუ ნიშნავს რაღაცა აშლილობას ჩემთვის დამოკიდებულება ნიშნავს არა და ჩვენ ყველანი დამოკიდებულები ვართ რაღაცაზე, მაგრამ კიდევ ვართ დამოუკიდებლები და ავტონომიურები, ეს გვავიწყდება და მთელი ცხოვრებაც ამაში არის, ეს ბალანსი, როგორ შევიდე ამ ავტონომიაში, როგორ გამოვიდე ამ ავტონომიიდან. ანუ დამოუკიდებელი როგორ შეიძლება ვთქვა, ვარ, როდესაც ყავს ოჯახი, მაქვს ვალდებულებები, მაქვს ბევრი რაღაცა უნდა გავაკეთო მათთვის, ყავს სოლი და ასე შემდეგ, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე სახში მინდა არ სოლი მინდა, არ ბავშვი მინდა, არავინ არ მინდა, გათიშული ვიყო. ხო, ანუ დამოუკიდებლად შუმაც სიწყნარში კარებს გამოვხურავ და მუშაობ ვიძახი და გარში. ანუ რას ნიშნავს ეს, ხო? რომ თან დამოკიდებული ვარ იმაზე, თან ავტონომიურიც ვარ, ხო? კიდე ეს ტრენდული სიტყვა არის, თან თანადამოკიდებული ვარ მათზე, თან ვარ ავტონომიური. ანუ ან ერთ მხარეს თუ გადავარდებით, ვართ კონტრდამოკიდებულები, მეორე მხარეს თუ გადავარდებით, ვართ თანადამოკიდებული. ცხოვრება იმაში, რომ ამ ორ პოლარობას შორის ვისწავლო ბალანსი, ხო? ურთიერთქმედება შემეძლოს, ერთიც ვიყო, მეორეს და შუაშიც ვიყო. აი ეგ დამოკიდებულებისკენ მიდრეკილება მქონდა ბავშვობიდან, უფრო მძაფრად. რაღაც რა ვიცი რაღაც ოჯახიდან გამომდინარე ეს უმამოდ გავიზარდე ის ბევრმა რაღაცა ეჩემ ცოტა ჰიპერაქტიული ტიპი არის ისეთი კონცენტრირებული მუშაობაზე ეს და შეიძლება რაღაც მოსვენების საშუალო მოკლედ ბევრმა რაღაცა მიმოქმედა რომ მე რაღაცა დამოკიდებულებისკენ მიდრეკილება გამჩენოდა უფრო მეტი ვიდრე სხვა ბავშვებს ანუ ავტონომიის დამოკიდებულებისგან მიდრეკილება ხომ მქონდა უფრო არ მქონდა ავტონომიურობის საშუალება. რამდენადაც დეეჩემი ჩემთვის მიმწოლი იყო რომ გააკეთე, იმდენად მართმევდა პასუხისმგებლობას და თვითონ აკეთებდა. კი, ღმერთო, ეგ როგორ მესმის და როგორი ის არის, დასაცავი არის ეგ ბალანსი მშობლების საზღვარი, ბავშვი. ეს არ მიყვარს. აი, თითქოს ალბათ დარწმუნებული რა მომენტი ქონდა, იცი რა, აი, თითქოს შენ ნელა გააკეთებ და ამიტომ ჩქარა მოდი მე გავაკეთებ. ბიბლიაში რო უძღები შვილის მამა. ის ტიპი ეუბნება რომ მე სადაც მინდა იქ წავალ, მომეთ ჩემი ფული და ეს უშვებს მამა, სადაც უნდა მე ეს ვარდება, უკან მოდის და მამა იღებს. აი ეს არის რომ აი ამ მიმღებლობაზე არის და აი ამ უპირობობაზე არის რომ რაც გინდა გააკეთე, ხო, რომ მაინც მომიწია გაზრდა. ანუ დედაჩემმა ოჯახმა იმდენი ხო უნდათ რომ ჩემთვის აი ნაკლები პრობლემა მქონოდა ვიდრე მათ ქონდათ ხო შეიძლება მაგრამ ამითი წამართვეს ის რომ მე მაშინ კი ვერ გავიზარდე მომიწია მე 7 წლის ასაკიდან 15 წლამდე რაც უნდა გავზრდილიყავი ის გავიზარდე 21-დან 28-მდე და ჰიპერმზრუნველობამ გამოიწვია ეგ რაღაც და აი ეს პირველად როდის შემოვიდა შენ ცხოვრებაში ეს შენ ცხოვრებაში პირველი დამოკიდებულება ეს ეხლა როგორც თერაპიულად რო გადავხედო იყო ეს ურთიერთობებზე დამოკიდებულება იყო კომპიუტერი კომპიუტერი ეს ემოციური მოწყვლადობა ემოციური დეპრივაცია ანუ შიმშილი მქონდა ემოციური და ამას პარტნიორში ვეძებდი და მე რაღაც თამაში იყო ესეთი World of Warcraft-ი სადაც თავით ხარ ჩაძირი რაღაცა დანებს აკეთებ. შარხავ და იქ ცხოვრობ რა. ანუ ანაკ ცხოვრობ, ანიკ ცხოვრობ. ანუ ორივე ცხოვრობით ვერ ცხოვრობ. ისეთი რაღაცა მურტალი თამაში იყო და ეგ იყო ჩემი პირველი დამოკიდებულება. მე რაღაც მომენტში 15-16 წელს ასაკში გავსინჯე ალკოჰოლი, მოსაწევი, ეს მარიხუანა.
თითქოს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მე აი პირველივე მოწევიდან всё მეთქი აი ამას ვეძებდი რაც იყო და დავიწყე აი ესეთი თითქოს უეწეოდი რა, რომ მოუწიე всё აი თურმე ეს შედია. თურმე აი მეორე დღიდან უკვე რაღაცა კაცრად დამოკიდებული გავხდი აი ამ ნივთიერებაზე რა. ჩემს გვერდზე იყვნენ ადამიანები, ჩემი მეგობრები, ვისაც შეეძლო მოეწია და ნუ მეორე დღეს არ ეფიქრათ ამაზე და მე ანუ ამაზე ვფიქრობდი, всё, ანუ ეს იყო შენი მართველი გამოდიოდა რა, შენ კი არ მართავდი ამის პროცესი, შენ მაგრამ მართავდი. ჩემი ნერვული სისტემის მართველი იყო რა თქმა უნდა. ეხო იყოფა ზოგადად ეს ნარკოტიკების მიმართულება არის ოპიოიდები, ოპიოიდები რომელიც უკვე იწვევს დამოკიდებულებაზე ძალიან რთულია მაქედან გამოსვლა და მარიხუანა უფრო ემოციურ დამოკიდებულებას იწვევს არა ანუ რის თქმა უნდა ქიმიურად ის პროცესები რაც ხდება ყველაფერი მოქმედებს ქიმიურად შაქარიც რო შაქარია მოქმედებს ქიმიურად მაგრამ აი ეს ნივთიერება სხვა შეიცავს მარიხუანა აუცილებლად იმოქმედებს ქიმიურად და რატო ნახე ის ჩემს ნერვულ სისტემას ამშვიდებს ან პირიქით. ხო. ავტომატური ნერვული სისტემა ხო იყო პაურა. და შენ ეგ მდგომარეობა მოგწონს. მე მომწონს ანუ რომელიღაცა ჩემი მდგომარეობა რომელიც არის მაგალითად აი ესე რო აღწერო ბიოლოგიურ ენაზე მე ვიტყვი ადამიანურ ენაზე რა. არის სიმპათიკური ნერვული სისტემა და პარასიმპათიკური ნერვული სისტემა. რომელიღაცა მარიხუანა არის რომელიც არის მოქმედებს პარასიმპათიკურზე, რომელიღაცა სიმპათიკურზე. ნარკოტიკებიც ეგრე არის. რომელიღაცა მოქმედებს შენ პარასიმპათიკურზე და კარგად ხარ, რომელიღაცა ხარ სიმპათიკურზე და ხო, რომელიღაცა უფრო ეიფორიულს ხდის, ხო? ანუ არის ჩქარი ნარკოტიკი და ნელი მარიხუანაც ეგრე იყოფა სატივა და ინდიგა რა. მე მგონია რომ პლანი ყველა პლანია. ყველა პლანი ეგრე უყურებდი ყველა პლანი ეგრევე ეწეოდი ყველა გადუნებს და რაღაცნაირად შევა ხო ზოგი არის რომ პირიქით რა აი ხოდავს რომ ხო უფრო ეგ რაღაცა ბიოები რო არის მაგე ჩო ან ჯიშების დამიხედვით რომელიღაც არის სატივა რომელიღაცა ინდიკა მე მგონი რა ეს მარიხუანის მომწევლებმა უფრო იციან ეს ეგ ჩემთვის ყველა პლანი იყო რა ხო ანუ შენ ორივეს მოიხმარდი და რომ მე ყველაფერს მოვიხმარ. ანუ მე ანუ რა იყო იცი რომ თავარი არის რომ არ ყოფილიყავი ფხიზელი რაღაც პერიოდი უკვე ისე ვიყავი რა. ანუ თავარი რომ არ ყოფილიყავი ფხიზელი. ანუ შენ იდეაში ის კი არ გინდოდა, გინდოდა რომ ფხიზელია, ხო? არა სიფხიზლე უფრო გინდოდა, ხო? და ანუ მე უკვე სხვადასხვა იმებზე გადადიოდი, უფრო სიმძიმეებს ამძიმებდი და უფრო ვამძიმებდი ცხოვრებას. აი ნახე მანდაც ახლა ისეთი კითხვა რომ დამისვი ჩქარ ნარკოტიკზე და ოპიოიდებს ნელ ნარკოტიკზე. მანდაც ახლა ფსიქოთერაპიის ღრმად ჩავიდა, რომ უკვე ადამიანი რომ მოდისა და რას მოიხმარს, ვიცით რასაც შეიძლება ტრავმა ქონდეს. ანუ მიჯაჭვულობის ტრავმაა თუ სეპარაციის. აი მიჯაჭვულობის ტრავმის მქონე ადამიანები უფრო მიდრეკილები არიან ოპიოიდისკენ, უფრო დამშვიდებული იმისკენ, უფრო ოპიოიდებში მოდი რა შედის, ეგეთ ჩამოთვალოთ, ხო? მეტადონი, ჰეროინი, სუბოტექსი, შავი რომ ყაყაჩო. ანუ საკმაოდ საშიში ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ზედოზირებას და სიკვდილს, ფენტანულიც, მორფიც. ხო. ჩქარ ნარკოტიკებში შედის მეტამფეტამინი, ამფეტამინი, ეს კლუბურ დრაგებს რო ეძახიან? ანუ სტიმულანტები არ არის ეგენი? პვპ რაღაცები, ვინტი. სტიმულანტი ხო? სტიმულატორები კი, კოკაინი. ოკეი. და ანუ შენ იდეაში ტიპი რას მოიხმარს, იმის და მიხედვით შეიძლება განასხვაო რა ტიპის ტრავმა აქვს. რო რა ტიპის მე კი არა. ანუ დღევანდელი ფსიქოთერაპია უკვე ჩასულია მადამდე რომ მიხვდეს რა ტრავმაში უნდა ვიმუშაოთ ადამიანს. რა საინტერესოა ძალიან ის არის. კიდე რაღაცა მესამე მარიხუანა სად გადის? მარიხუანა მანდაც ხო არის ერთი არის უფრო ისეთი ანუ ის რომელიც გადმოდის შეიძლება ოპიოიდში წაიყვანო და ის რომელიც ჰიპერაქტიულს ხდის შეიძლება ჩქარ ნარკოტიკში გაიყვანო. ოკეი. ეცა მაინტერესებს. ეხლა ზოგადად ეხლა შენ ემუშავები ხა ცოტა სხვაგან უნდა გადაგახტუნო, მაგრამ ცენტრი გაქვს, ორი ცენტრი გაქვს და ერთი დღის ცენტრი არის მაშინ თბილისში. ამ ორ ცენტრში შენთან მოდიან და ცხოვრობენ ადამიანები, ხო? რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აი შენ უფრო გაქვს ეხლა შეხება მაინც ამ სამყაროსთან რაღაცა არ დაგიკარგავს მიუხედავად იმისა, რომ შენ რამდენი წელია ფხიზელი ხარ უკვე?
ვარო კაკუმრო 10 წელია ფხიზელი ხარ, აი ძალიან მაგარი რაღაც არის, მაგრამ არ დაკარგე ამ სამყაროსთან რაღაცა შეხება, იმიტომ რომ გინდა რომ დაეხმარო ამ ადამიანებს. ეხლა რა მდგომარეობა არის საქართველოში დღესდღეობით? ჩვენ შეგვიძლია აი იმ პერიოდს რო შეადარო, როცა შენ დაიწყე, გაუარესდა, უფრო აზე მოვიდა სასტავი და უფრო ჯანსაღი ცხოვრება დაიწყეს, თუ რაღაცა განგაში ზარი უნდა შემოუკრათ და როგორ ფიქრობ? ტრავმა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს ეს ცხოვრებაში. და ტრავმიდან გამომდინარე ჩვენი მორგება, ადაპტაცია ყოველთვის იყო და იქნება. ხო. ეს ბელადონა იყო და ეხლა შეიცვალა ჰეროინით თუ რაღაცა ადრე იყო რაღაც შამანური რაღაცები და ეხლა შეიცვალა მარიხუანას მოხარშვით მანაგუარასაც ქვია. ყოველთვის იყო. კატასტროფულია ეხლა მდგომარეობა თუ არა? ეხლა მე რასაც უყურებ, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან ბევრი პატარა გოგონა მოიხმარს, რომელიც ჯერ არ არის მომწიფებული როგორც ქალი, ანუ ბიოლოგიურად ვამბობ. ანუ 13 წლამდე ყველაფერს დაიწყეს მოხმარება საერთოდ. და იმ ალფა პვპ-ს და იმის და მნიშვნელოვანი ფაქტი არის, რა ფაქტის წინაშე დავდგები ცოტა ხანში, როცა ეს ბავშვები შვილებს გააჩენენ. ანუ ეხლა მაგარაფერი არის. კი, მართალია, ეს არავინ არ არის. ცოტა არ არის გამოკვლეული ეგ ნარკოტიკი, ახალი არ და იმდენად არ არის გამოკვლეული. მარიხუანა? არა, ეს ალფა პვპ-ს რაღაცეები რო ეს კლუბური ნარკოტიკი. ეს რა, ანუ 13 წლის ბავშვს საიდან მოქონდეს მაგასაც ცნობა, აი როგორ შეიძლება მიხდეს. კაი, სხვანაირად დავსვა მე ამ კითხვას. თაობა რაღაცნაირად ჩემი შეგრძნება არის, შეიძლება არასწორი ვარ. ჩემ თაობასთან შედარებით მე 91-იანი ვარ, ხო? უფრო ადვილად მსხრევადია, ემოციურად ადვილად მსხრევადი არის. შენ რო იძახი, რომ ეს ტრავმასთან არის ეგრევე მიჯაჭვული ეს რაღაც დამოკიდებულება და ნარკოტიკის მოხმარება, ხო? შესაბამისად, ჩემი თაობის ტრავმასთან გამკლავება სულ სხვანაირად, რა თქმა უნდა, ჩემ თაობაში ძალიან ბევრი ჩაიკარგა ამ ნარკოტიკებში და დაკარგულ თაობას ეძახიან საერთოდ ზოგადად 90-იანების თაობას, მაგრამ ვინც გადარჩა იმას ტრავმასთან გამკლავების უფრო რაღაცნაირად გონია რომ ცოტა ძლიერი საქვთ, ბერკეტი და ფარი, ვიდრე დავუშვათ ახლანდელ თაობას. შეიძლება ვცდები, არ ვიცი, თუ ვცდები, მოდი განვიხილოთ და ვიმსჯელოთ ამაზე. თუ ეს ნარკოტიკული ნივთიერება მიმული არის დავუშვათ ტრავმაზე, თაობათა სხვაობა ზუსტად აი ამაში, შენი აზრით როგორი ცვლილება არის? არიან ნაკლებად ცხოვრებადები თუ ვცდები? და დავფიქრდე მაგ კითხვაზე რა. დავფიქრდე. განვიხილოთ, არ გვინდა და არ მგონია რომ მაგაზე სწორი პასუხი იყოს რა. არც მაქვს სწორი პასუხი. ხო, არც არსებობს. ეხლა იმ თაობაზე მეუნები შე რომელიც გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, ხო? საბჭოთა კავშირი როგორი თაობა არის, ხო? საბჭოთა კავშირიდან გამოსული, არც იქ რო იყო, არც აქ რო არიან, არც აქ რო არიან და არც იქ რო არიან, თან იქაც არიან და აქაც არიან, ხო? არც აქ არ მიგიღეს არც. როგორი თაობა, ნახე, საბჭოთა კავშირი როგორი იყო, ხო? ერთი დიდი უარყოფის მექანიზმი იყო. საბჭოთა კავშირში არ არის მკვლელი, საბჭოთა კავშირში არ არის გეი, საბჭოთა კავშირში არ არის სექსი. ხო. ეს არის ნამდვილად. ანუ ეს ხო თუ არის მიკრო ხო თუ მაკრო, რომელი უფრო მიკრო პატარა, მაკრო ეს თუ არის მაკროსოციუმი, ხო? მაშინ მიკროსოციუმში ეგრე არის. ჩუ არ გაგვიგონა არავინ არ გაგვისაჩ მორფინისტი არ აქვს ოჯახში, ხო? აი ეგ არის ხო? დამალვა. მე სახში მივდიოდი, პირველი ფანჯრებს ხურავდი, რომ ყვიროდი ხოლმე რაღაცა, რომ მეზობელს არ გაიგო. ანუ ბებია ჩემი და ბაბუაჩემი. ანუ ნახე, რაც მაკროსოციუმში არის, ის მიკროსოციუმში აუცილებლად არის ეგ რა. ესე იგი, უარყოფის დიდი ველიდან გადმოვედით უცბად და უცბად შევდივართ იქ, რომ აი თლათ ესეთი უარყოფაც არ არის საჭირო. აღიარებაში. და აი ამ ადამიანებმა ეს სულ უარყოფაში არიან და თავის მოთხოვნილებებთანაც უარყოფაში არიან ეს ადამიანები და თვითონ და მოთხოვნილება საერთოდ არ აქვს ქალ სექსის მაგალითად. ხო? უცბად შევდივართ ისეთ სამყაროში, რომ თურმე სექსიც ყოფილა და თურმე რავი რაღაც ახლა გეიც ყოფილა და რაღაცა ცოტა სხვანაირი სექსიც ყოფილა. ანუ ერთი პოზით არ ყოფილა სექსი, ხო? ანუ
ამასთან რომ ინტეგრირდეთ რაღაცა ფაზები არის გასასვლელი და იმდენად ძალიან მალე მოხდა ეს ყველაფერი ხო რომ იმ ახალგაზრდობას გაუჭირდა ამასთან ინტეგრირება და როცა გვიჭირს რაღაცის გაკეთება ანუ შინაგანი ძალა არა მაგრამ გარეგანი რაღაცის გამოყენება მჭირდება და ვიწყებ გარედან რაღაცებზე მიღებას რაღაცებზე ჩამოკიდებას საყრდენად რომ დავიხმარო ეს რაღაცები რომ გაუმკლავდე იმას რაც ეხლა ხდება ანუ ჩემი ფსიქიკა რომ გაუმკლავდეს რაღაცას მე გარედან ვიღებ და დავიწყო რაღაცებს ეს არის მთელი არსი ამის ანუ რო შევაჯამოთ ხო დაუშვათ შენ ფიქრობ რომ ეს ყველაფერი მაშინაც იყო უბრალოდ იყო დაფარული იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ჩუმად რაღაცა და ეხლა უბრალოდ ამ ყველაფერზე ღია დავაპარაკდით და ფსიქოლოგიურ დასთან ერთად ბავშვი ხო გვინდა რომ ფსიქოლოგიურად გაიზარდოს მაშინ მზად იყავი რომ შეგეწინააღმდეგება გეტყვის არა შენ არ მიყვარხარ მეზიზღები მე ჩემი თუნდა გავაკეთო შენი არ მინდა კონტრდამოკიდებულებაში წავა ეს იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფაზაა რომელიც დას ითხოვს აი ნებისმიერ ბავშვი რო იბადება ჯერ არის შენზე იმდენად დამოკიდებული რომ შენ გარეშე ვერაფერს ვერ იზამს ანუ შენზე მიწებებულია და თანა დამოკიდებულებად ითვლება პირდაპირ ვეინ ჰოლდების ციგნი ძალიან კარგი რომელიც ამბობს რომ ფაზები არის და ეს პირველი ფაზა არის დამოკიდებულების ფაზა ანუ დედაზეა დამოკიდებული მაგის გარეშე მოკვდება ხო უსუსურობა მე ხო უსუსურია ბავშვი მე არის კონტრდამოკიდებულება ბავშვი როდესაც გიწევს ყველაფერზე ჯინიანობას ანუ წყალი რო უნდოდეს თვითონ რომ უნდოდეს წყლის დალევა და შენ რო დაუსხა გეტყვის არ მინდა არ დავლებო. ხო, ამერიკაში ეს ეძახიან ამერიკელი ფსიქოლოგები საშინელი 2 წელი, terrible twos. ანუ საშინელი 2 წელი ბავშვი რო დახჭობა რო გინდა, ხო? ხო, აი მომენტი რო და დედასაც რო აუ შენ აი ყველაფერში რო წინააღმდეგობაში და მთელი არს ის არის რომ ამორ ფაზაში შეიძლება ჩარჩეს ბავშვი. კი. ანუ მთელი თავის ცხოვრება იყოს მიდღლეშილი დედაზე ან კონტრდამოკიდებულებაში ჩარჩეს რა. შენ დროს მაგას დუხპრაწივერიჩი ესე ძა. ხო. ხო. ძალიან ასობი სიტყვა და ჩემს უმაგას მეუბნება და რა ეს სუ ეკჭირსო რა. მეც. ეს ეკჭირდა დღემდე მე მგონი. ეგ დუხპრაწივერიჩი კარგად მახსოვს რა. მეუბნება ის მომენტებიც მახსოვს რა. ხო, ანუ ეგ რა იყო და ეგ იმდენად თან დაეჩემი ხა ცოტა ისეთი არის რუსულად რა ვასნაი არის ხო რაღაც უფრო ძალაუფლების ისეთი არის რომ ჩემში მოახდინა იმ დუხპრაწივარეჩი ის დაბლოკვა და მე უფრო ესე უსესურებისკენ წავედი რა თანადამოკიდებულებისკენ წავედი ავტონომიისკენ განსაც აღარ მქონია რომ გამეხედა იმიტომ რომ მაგდროს აი რომ მითხარ როგორ არ უნდა გავზარდოთ ბავშვი ეს დუხპრაწივარეჩი არ უნდა მოუკლათ თურმე რა და რაღაც მომენტებში რეალისტური საზრებიც უნდა შეუქმნათ რომ თან რაღაცას არ გაცდეს მშობლობა ძალიან ისეთი ხელოვნება არის ძალიან ურთულესი რაღაცა არის და მე ვაფშე ეს რაღაცას ვფიქრობ რა როდესაც ყავს დედა და მამა ან ხარ მშობელი ხო ანუ ბავშვს უკვე ტრაუმა აქვს როცა ხარ მშობელი თუ ყავს მშობელი ტრაუმა არ აკავზე უარესი ტრაუმა მაგრამ ძალიან თავისუფლად ეხლა გავაცნობი რომ ძალიან თავისუფლად გრძნობ შენთან თავს ეხლა მართლა ორა პოდკასტებში ვერ გრძნობ ხოლმე ესე თავს რუსული სიტყვა და ამოშალები რაღაცა არა ჩედა ძალიან დავარცხნილი მეც აი ვერ ვაფშე ის საერთოდ და კი არ არის ჩვენი პოდკასტი დავარცხნილი მე არ ვარ ზოგადად დავარცხნილი ადამიანი და შესაძლოა ძალიან თავისუფლად ვიგრძენი ეხლა თავი რა კი ძალიან მიხარია ხო და ხო ანუ იმაზე ვართ რომ მშობლობა არის ხო მშობლობა ძალიან რთული რაღაცა არის და ანუ ჩემი აზრი ეგეთი არის რა რომ მშობელი რო ყავს უკვე უეჭველი ტრაუმისთვის განწირული ხარ რა იმიტომ რომ ის მაინც რაღაცნაირად თავის ძველ თვითონ როგორც არის აღზრდილი იმას რომ შენი არ მოახვიე როგორ გაზარდო შვილი და შენი არ უნდა მოახვიე შენი არ უნდა მოახვიე რომელიც ძალიან რთულია აი ძალიან რთულია ხო რაღაცა იმიტომ რომ ვერ იღებ მე იმ შენ ახალი თაობის რაღაცაებს რა ეხა მეც მშობელი ვარ და მეც ყავს მშობელი ხო ანუ ვიცი რა ტრაუმებიც გადმომცა და მეც ვაანალიზებ რა ტრაუმებს ვაძლევ ჩემს შვილს ჩვენ კამერამდე ძალიან საინტერესო რაღაცაზე ვილაპარაკეთ აი ამ ნივთიერება დამოკიდებულებაზე ზოგადად დამოკიდებულებაზე ხო ანუ სამი ტიპის ადამიანი არსებობს ხო ერთი რომელსაც შეუძლია ეს რეგულაცია ხო სამი ტიპის ეს neuroaffective relational model ქვია ამას მოდელს თერაპიისას ნეიროეფექტური მოდელი ხო რელაციური მოდელი მთელი თერაპია იმაში მდგომარეობს ძალიან გავს გეშტალტ თერაპია სხვათა შორის ოღონდ უფრო ცოტა რაღაცა ნერვულ სისტემაზეც და
აი ამ ნეირობიოლოგიას თეორია შემოტანილი რა ეხლა განკურნება მიდის აი ძალიან ღრმა შრეზე თუ კოგნიცია CBT მუშაობდა ძალიან მაღალ შრეებზე ეს უკვე ნელ-ნელა ჩამოვიდა ძალიან ნუ CBT უფრო ისეთ კონკრეტული კოდი არის და რაღაცა დავალებებზე ხო დავალებებზე ქცევაზე ორიენტირებული არის და კოგნიცია თერაპიას აქვს ისე ძალიან რაღაც სამი ტიპის ადამიანი არისო რა ერთი არის რომელსაც თავის რეგულაცია შეუულია. მეორე არის რომ ნუ შეუულია, მთლად არ შეუულია რა, ცოტა რაღაც ადაპტიურ პატერნებში არის გადავარდნილი რა. და მესამე არის რომ საერთოდ არ შეუულია საკუთარი თავის ოდნავაც კი რეგულაცია. სულ საკუთარი თავისგან გარბის, საკუთარ თავს ესხმის და რაღაცა დიზორგანიზed არის. და ანუ აი ამ მესამეზე არის ყველაზე საშიში რომ გახდეს ყველაზე დიდი, უბრალოდ ყველაზე დიდი პროცენტულობით ესეთი ტიპაჟები ხდებიან დამოკიდებულები. თუ ეს ორგანიზებული ტიპი თავისით აკეთებს რეგულაციას და თუ ადაპტიურ სტილს შეუულია მაგალითად რომ კი შოპაჰოლიზმიც აქვს, შეიძლება სადღაც ვორკაჰოლიზმიც აქვს, მაგრამ თავს არ კარგავს და ადაპტიურ სტილებში. ნუ იქ რაღაც ფართიზე რაღაცა ნარკოტიკი მიიღო, მაგრამ ჩვეულებრივ გააგრძელა ცხოვრება მე რა. ხო, ნუ სიტუაციურად. კი, სიტუაციურად მოიხმარა, აი მესამეს უკვე შანსი არ აქვს. ხო. ანუ მანდ უკვე აი ეს დესტრუქციული ქცევა არის ძალიან ბევრი. ეხლა ჩვენ როგორც მშობლებმა როგორ არის რაიმე დეტექცია რომ მივხვდეთ ჩვენი შვილი როგორი ტიპაჟია? ადაპტიურ სტილს თუ self harming-ი აქვს რომელ დონეზე იცი? საკუთარი თავის კრიტიკა აქვს. ხო. და კრიტიკულად უდგება საკუთარ თავზე სულ განჟის და აი ეს საკუთარ თავზე თავდასხმა აქვს ბევრი. ხო. აი ამ დიზორგანიზებული უკვე საკუთარ სხეულს იზიანებს, იჭრის და აი ამ შეგქონდა ეს self-harming მომენტები. self-harming-ი დიდად არ მქონდა. ნემსის გაკეთება რა თქმა უნდა ითვლება ეს self-harming-ად, მაგრამ кайფისთვის. кайფისთვის არ ითვლება, ხო. ხო, მაგრამ self-harming-ად ითვლება. ხო, და ჩვენ მაშინ ზუსტად დაგისვი ესეთი კითხვა, რომ აი მშობელს ბავშვობიდან აი რა შეუძლია, რის გაკეთება შეუძლია, რომ ბავშვი ანუ ეს სამივე ტიპაჟი, ეს ხო გენეტიკა არ არის, ეს არის ჩამოყალიბება ცხოვრების განმავლობაში. ხო? აი როგორ შეგვიძლია რომ აი აქეთა ორს, ნუ პირველი იდეალური ვარიანტია, მე როგორც მივხვდი რომ რაღაცა შეუძლია რეგულაცია და ყოველთვის რაღაცა იყოს ემაში, მაგრამ აი პირველ ორს როგორ მივაწვეთ მშობლები, რომ ბავშვი ჩავდოთ პირველი იდეალური იქნება. მეორე ტრამირებული ესე არ გვეგონოს რა არა. რა თქმა უნდა ამ სამივეს ყველა ვარიანტი შექნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ისე ღირებულებებს ფუნდამენტურად ხო რომ შეიძლება საკუთარი თავის ორგანიზება და საკუთარი თავის თვითრეგულაცია. კი ბატონო, აი რა არის ის ღირებულება, რომ ფუნდამენტურად მე ჩაუნერგო ამ ბავშვს ისე რომ რაც არ უნდა სადღაცას თავი დაკარგოს, სურვილი მაინც კონდეს რომ გამოძროს იქიდან რა. კი, აი სურვილი როცა არ აქვს, მაგას დასწავლული უსუსურება ქვია. მე ჩემის და შენიც და ყველა ბავშვისაც რო დავიბადეთ ჩვენ ეს გენეტიკური რაღაც დამახასიათებლები რო არ გავითვალისწინოთ, ეხლა ეს უფრო მორცხვი შეიძლება იყოს ბავშვი, შეიძლება იყოს უფრო მე ვფიქრობ რომ სუბთაფურისგან ვიბადებით და გენეტიკური მარტო ცისფერი თვალები და ასე შემდეგ. ვიღაც არის ფსიქოთერაპევტები რომელიც ფიქრობენ რომ მაგალითად ექსპრესიულია უფრო და ფონი შეიძლება იყოს გენეტიკური, მაგრამ შეგიძლია შეცვალო რა. ინტროვერტია თუ ექსტროვერტია ეს გენეტიკურად. მე ვფიქრობ რომ მაინც აზრიდან მოდის. მე რა ჩემი შეხედულება მაქვს. და გამომუშავებადია ყველაფერი იდეაში. ნახე ეხლა რისი თქმა მინდა. ბავშვი რო იბადება სუბთაფურცლიდან ასე რომ ვთქვათ რა. ინდა არ გინდა ეს გენეტიკური სინიც რო იყოს, მაინც ვიბადებით რაღაცა სუბთაფურცლიდან. და მთელი ჩვენი ნერვული სისტემა, ბიოლოგია, ფიზიოლოგია მოწყობილია ერთ მისიის გარშემო. და ეს მისია არის რა? გადარჩე, survival. გადარჩენა, всё. აი გადარჩენის გარშემო. სანამ ლაპარაკს ვისწავლი და სანამ კომუნიკაციას ვისწავლის ვერბალურად, მანამდე მე სანამ ჩამომიყალიბდეს, აი ტვინი არ მაქვს ჯერ განვითარებული, ხო მაგ დროს პატარაობაში რა. მაგ დროს ბავშვს რა არის, ხო უნდა მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ, ვაჭამოთ, ჩაუბანოთ, დავბანოთ, ვერ გადარჩება სხვანაირად ის მოკვდება. მერე შემოდის ესეთი რაღაცა. ცოტა რო იზრდება ბავშვი, შემოდის მასთან ესეთი ემოციები, როგორც არის სევდა, შიში,
და ბრაზი. თავიდან რომ ბრაზობს რო ტირის. ხო. ჩვენ მაწყნარად ვაჭმევთ და ჩერდება. მე უკვე ვერბალური ნაწილი შემოდის, ეს ბრაზი უფრო ისეთ შემოდის, რა, ეს შეწინააღმდეგების შემოდის რა ბავშვთან რა. მან როგორ ართმევს მშობელი თავს ეგაა მნიშვნელოვანი. მაგალითად ბავშვი გაუბრაზდა დედასა, დედამ გამოართვა. სწორი რაღაცა უთხრა, რომ არაქისის კარაკი, ჭამე, მაგალითად ჯერ ვახშამი და მერე ტკბილი. რაღაც, მერე შეჭამე არაქისის კარაკი. გამოართვა ბავშვი და ბავშვი ამაზე გაბრაზდა. აქვს თუ არა დედას სივრცე რომ დაიტიოს ბავშვის ბრაზი. ხო, ანუ არ უნდა გააჩუქოს ეგრევე. ხო, არ უნდა უთხრას ერთი რომ შენ აქ ვის უბრაზდი, მე ჭახანი არ უნდა გაადენინოს. დაგაწიწკნი მაგთმებს. შენ ლაწირაკო შენ. ხო, ან არ უთხრას რომ შენ ვაფშე ვის უბრაზდები, სადაც ვაფშე ვის უბრაზდები ხედავ. ან არ უთხრას პირიქით ესეთი რაღაცა, ან მეორე მხრივ ესეთი რაღაცა, რომ კარგი ბავშვები არ ბრაზდებიან დედა. ხო, ანუ ეგ ვაფშე რაღაცა good parenting-ი არ მუშაობს, მაგრამ მივხვდით რომ არ მუშაობს. კარგი ბავშვები არ ბრაზდებიან, ეს ნიშნავს რომ მაშინ ბრაზდებიან ცუდი ბავშვები და მე ბრაზი აღარ უნდა გამოვხატო და ვიხშობ ჩემ ბრაზს. და შემდგომში ეს ბრაზი რისთვისაა საჭირო, ხო? საკუთარი self-caring როგორ არის? თვითზრუნვა. თვითზრუნვაში არის ბრაზი არის თვითზრუნვისთვის. ანუ მე რო გავუბრაზდე, რაღაც მომენტში მე საზღვარი უნდა გავალო და შენ თავზე უნდა ვიზრუნო. და შენ შემთხვევაში კლიენტი მოდის შემთან და ვერ ბრაზდება. და თან თავის თავზე ზრუნვა უნდა და ხვდები რომ იმიტომ ვერ ბრაზდება რომ აი ამიტომ და მისი ეს ბრაზის გამოხატულება თავის თავზე ზრუნვაც არის და არ აძლევს თავს საშუალებას რომ გაბრაზდეს, რაღაცა ზღვარი დააწესოს და თავის თავზე იზრუნოს. ეხლა სოთვალდელ ჩამირბინა რამდენჯერ მყავს ჩემი შვილი გაჩუმებული რომ რას ქვია მეტიტინები. აი ნახე მშობელი ასწავლის შვილს აი ამ აქვს თუ არა მშობელს სივრცე რომ დაიტიოს ბრაზი. ეხლა მე მესმის რომ მაგალითად დედა ჩემი მოდიოდა სამსახურიდან დაღლილი და რა დრო შენ ბრაზისი ან შუქი არ არის თან რაღაცა მე კიდე მადლობა ღმერთს რომ ისეთ ოჯახში გავიზარდე იყო ფინანსური საშუალება აი ახლა იმ დროს რომ ფინანსური საშუალება არ არის ბავშვსივა შენ გიწევს ორ სამსახურში მუშაობა კაცმა არ იცის მამამ თვალი მოვა თუ მოკლედ საშინელება არის ხო ეს და კიდე ახლა ამ ბავშვის ნერვების ადაგვაქვს რა ეს მესმის ამშობლების აი ნამდვილად მესმის მაგრამ რა ვქნა ბიოლოგიური არის ესე მე ვერაფერს ვერ ვიზაო ესე შექმნა ღმერთმა რომ დედა და мама გვაძლევს საშუალებას აი ეს ფეისი თუ აქვს მათ თუ აქვს სივრცე რომ დაიტიონ ჩემი ბრაზი მეც ვიკეთებ სივრცეს რომ დავიტიო ბრაზი და ვხდები self regulation-ი მეძლო საკუთარი თავის რეგულაცია მეძლო ანუ გავუბრაზდი და დამშვიდი და ჩვენ შემთხვევაში რა არის ხოლმე გავუბრაზდები რეპრესირებული მაქვს ეს ბრაზი და არ ვიცი ვითომ არ გავუბრაზდი აი ტუალეტში არ მინდა რომ გავაკეთო რამდენი ხანი არ მინდას გავაკეთო ხო და რეპრესირებული მაქვს ეს ბრაზი ან გავუბრაზდები და ისე ბრაზდები რომ ვეღარაზოს ვეღარ ვჩერდი ვერ გამოდიხარ იმ მდგომარეობიდან ხო ხო ეს ნათელი აი ეს მე შიშიც ეგრე არის სევდაც ესე არის ხა ბავშვი სევდიანი არის დედაშვილო რატო ხარ სევდიანი დედა ვერ იტევს სევდას დედას არ შეუულია ცუთხასიაძე იყოს იმიტომ რომ შეიძლება არ აძლევენ უფლებას რა არის უმადური ხარ ცუთხასიაძე რო ხარ რა გჭირს ვერ გავიგე რა არის რატო ხარ ცუთხასიაძე ამდენამეს გიკეთებ ცუთხასიაძე რა გადეპრესიებს გაკეთებასთან და ცუთხასიაძე და რა შუაში ერთ დღემდე რამდენამეს გიკეთებ და რატო ხარ ცუთხასიაძე ანუ ვა რა ცუთხასიაძე ანუ ეცა ეგ ფიქრს ჩემშიც გავუვია რომ რა დეპრესიებს ამ ბავშვს აი ყველაფერი აქვს ხელი ესეთი ბავშვობა რომ ქონოდა depression ან დეპრესია რა არის იცი ნახე დეპრესიას ხშირად ის იწვევს რა დეპრესირებს ამ ბავშვს. ეს არის რა, ნახე, დეპრესია რა არის? რაღაცა ხდება ჩემს გარემოში და ვერ მივდივარ აქედან, ვერ გავრბივარ და ვერც ვაჩერებ. ხა. ანუ ვერც flights ვერ ვაკეთებ და ვერც fights ვერ ვაკეთებ და რა უნდა ვქნა freezing, უნდა გავშეშტე და disconnection-ში გავდივარ. ხა, იგნორირებ. ვიტიშები. ო ეს აი სირაქლემას პოზას ვაკეთებ რა. ხო. ძალიან მაგარ რაღაცა და ვიჭედები და აი ამ ნერვულ სისტემებში წეგარო თქვი პარასიმპათიკური არის ზუსტად ეს რომ კი. ვითიშები და სიმპათიკური არის თავდასხმა ამორს ვერ ვაკეთებ რა. და всё, მაშინ უნდა გავითიშო. და ყველაფერზე.
ხო, ანუ იცი არის, აი ეს არის მაინც ეს ჩემი თაობის დამახასიათებელი რა, იმიტომ რომ ჩემ თაობას იმედი არ ქონდა. ეს რომელიც გამოვიდა, მოდუნების საშუალება რო არ ქონდა რა. ძალიან დიდი ანუ ჩემთვის გმირები არის ეს თაობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაიტანეს თავიანთ თავზე რა, ძალიან ბევრი. ჯერ მარტო რამდენი ორი გადაიტანეს არაფერი და ხო, ბავშვი როგორ უნდა ეხლა იმდენი სახელმძღვანელოა, ბავშვი როგორ გაზარდო, იმდენი საშუალება, ანუ ძალიან ბევრი თერაპევტები არიან და ყველა ძალიან ანუ ეს მე არ მომწონს იმის თქმა რომ ამდენი თერაპევტია ეს ვისთან მივიდი აღარ ვიცი რა ანუ ყველას ყავს თავის სუპერვიზორი ყველას ყავს თავის თერაპევტი ძალიან კაი ამდენი თერაპევტი რომ მე მომწონს ამდენი თერაპევტი როა ჯერ ყველა თერაპიაზე დადის იაროს ძალიან კარგია რა საბარებია ყველა ამ ტრეინინგებზე დადის ბრაზდებიან რა ანუ ყველა აი თერაპიას სწავლობს შეიძლება აი ვინც თერაპიას სწავლობს იქიდან შეიძლება მე ძალიან იარონ ტრეინინგებზე უნდა იარონ ჩემი აზრით ძალიან კარგია იქიდან შეიძლება 80% თერაპევტი არ გახდეს, მაგრამ self awareness-ი ექნება ძალიან მაღალი, ანუ თვითგაცნობიერება. ის ტრეინინგზე დადის, იმათ 80% ტრავმა აქვს თავისი, ხო, დასამშრომლობისთვის დადის ის. შეიძლება სულ არ გახდეს თერაპევტი და სულ აღარ მოუნდეს თერაპია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპებს გავა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაზებს გავა თავიანთ ცხოვრებაში და ძალიან კარგია, ანუ აიწევს self awareness. ის რაც თვითგანვითარებას ეხმარება, ის არის ყოველთვის კარგი. იმიტომ რომ ერთი შრეემატება შეცნობიერებას, ერთი თუ არა ბევრი შრეემატება შეცნობიერებას, რომელიც ცხოვრებაში გეხმარება, სხვადასხვა რაღაცა იქ მასა რა ქვია, სტრესებთან გამკლავებაში, რაც უამრავი არის და რაც უფრო დრო გადის, ოღონდ იზრდება და იზრდება ეს სტრესები რა. ხო და ეხლა ჩვენ რო ცოტა სტრეს შევეხეთ რა. მოდი ამასაც ფსიქოლოგიურად ამას მოვაკვარახჭინ. მიდი. ყოველთვის ვცდილობთ რომ ბავშვს სტრესი ავარიდოთ. ხო. და ბავშვს არ უნდა ავარიდოთ სტრესი, მაგრამ იმდენი სტრესი უნდა მივცეთ, რამდენსაც თვითონ გაუმკლავდება. ანუ პასუხისმგებლობა უნდა მივცეთ ბავშვს იმისი რისის გამკლავების საშუალება აქვს. და აირჩიოს თან. ან ეს უნდა გააკეთო, ან ეს უნდა გააკეთო. აი ამას თუ არ გააკეთებ, ამას ვერ გააკეთებ. აი ზუსტად ეგ იყო ჩემი მომენტი, რომ ვთქვი, რომ აი ძალიან მარტივად ვსხურევადი ხო არ არის თქვენ თაობა თქო რა, იმიტომ რომ რაღაცა გამოვიდა, რომ ჩემ თაობას რაც გვაკლდა, ჩვენ შვილებს ის მივეცით, ანუ ბამბაში გავახვიეთ ტიპები და აი ვარდისფერი ბამბის მაროჟნით გავაკავთ პრობლემას მონახავს და მოძებნის მე პრობლემას თამაშებს წააგებს რაღაც უბედურებას ჭირდება ბავშვს რა ადეკვატური სტრესი რაღაცა ყოველდღიურად რომ მას აქვს დავალება რომ რაღაცა პრობლემას გაუმკლავდეს ეს არის ზრდა და ყოველი პრობლემა ჩვენ გვზრდის მანდაც ეს არის მთავარი რა რომ იმდენი პასუხისმგებლობა უნდა მივცეთ რამდენი წლისაც არის და რამდენი ის წელი რომ გვაძლევს საშუალებას რომ ის მოაგვაროს. ეხლა ერთი წლის ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ. მაგრამ ძალიან კარგი კვლევა არის ჩატარებული ჰარვარდის არის თუ კემბრიჯის არ მახსოვს წარმატებული ბავშვების ის ნახეს რა და აი ვინ არის წარმატებული ბავშვები ბავშვობაში რა შეეძლო ალაგებდნენ ხო ბავშვებს ვინც ნაგავს ყრიდნენ ალაგებდნენ ანუ თავიანთ სივრცეს ისინი მაგათი უმრავლესობა გახდნენ წარმატებულები და მე ყველა ოჯახს ყველა დედას თუ შვილს თუ ადამიანს ურჩევ წაიკითხოს ემოციური ინტელექტი დენიელ გოლემანის წიგნი ქართულად არის ნათარგმნი ბიბლიაში შეიძლება იყიდოს ეს წიგნი ფანტასტიკური წიგნია რომ გაირკვიონ ჯერ რა არის ემოციური ინტელექტი და ცოტა ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი რომ ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე IQ რა თქმა უნდა ემოციური ინტელექტი განაგებს შერასვი სტრესი სულ იქნება და რამდენად სტრეს განძლევა ანუ მედეგი ვარ ეგ არის მნიშვნელოვანი. ანუ სტრეს ვერ გამართავ რა. ანუ სტრესი მოვა და შენ უნდა იყოს პიროვნება, ვისაც შეუძლია ამ სტრესის მიღება, შეხება ამ სტრესთან და გამკლავა. ისედაც ადამიანი მიდრეკილია მე მგონი. ანუ მე მაგალითად სტრეს ჯანკი ვარ. ეს სტრეს ჯანკი როგორ ანუ სტრეს დამოკიდებული ხო რა რაღაც სხვადასხვა დამოკიდებული ვარ. მე თუ სტრესი არ მაქვს, საქმეს არ ვაკეთებ. თუ სტრესი მაქვს, ქვეშ გაკეთებ და გამშლოვანი რაღაცა. თუ სტრესი არ მაქვს, აი ხა მაგალითად ნუ თან ოღონდ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი თავის იმედი მაქვს, რომ ვიცი რა, აი ბოლო წამში უეჭველი ვიზავ. ჩემპიონის მაინდსეტი არის ესეთი, აი ჯორდანს ჰქონდა იქ. სტრესში რომ იყოს ამბო ხო თუ გაქვს ესეთი ფილმი არის Last Dance ქვია. ძალიან მაგარი სერიალი არის, ვურჩევ ყველას რომ ეს სერიალი არის. ჩემპიონის მაინდსეტი როგორი არის, აი ჯორდანის მაინდსეტი ფანტასტიკა. ტიპ შეიძლება მოწამული გამოსული იყო და თამაში მოუეგო მართლა. ხო, ანუ აი აი შენასაც ამბობ ეგ იყო რა, ანუ როცა სტრესავდნენ რაღაცას ეუბნებოდნენ, რაღაცა აი ამბობდნენ რომ ჯორდანზე არ უნდა გეკაი, არ უნდა წაგეკბინა ჯორდანისთვის, თორემ всё, ვეღარ ითამაშებდი, ანუ შესაძლებლობას არ გაძლევდა რა. ვა, ძალიან საინტერესო არის. მე მინდა კითხო
ეხლანდელი შენი დილა როგორ გამოიყურება? აი, გაიღვიძებ თუ არა, რა არის ის სამი რაღაც, რასაც უეჭველი აკეთებ? ლოცულობ ბავშვკოცნი მეუღლის ძინავთ მაგ დროს. როგორ საძებგები? 5-6 ესე ადრე დგებით, ეზო რატო? თუ ისეთ პროფესიაში ვარ, რომ მუდმივად გინდა კითხვა რა. კითხვა გინდა თან ვიღლებით დღის განმავლობაში მეძინებაც 9-ისკენ 10-ისკენ უკვე მეძინება თუ რაღაც ტრეინინგი არ მაქვს ჩანიშნული ან რამე. 10-ისკენ მძინავს. და მეღვიძება 7 საათში რა. ეს ლოცულობ ძალიან საინტერესო იყო, მაგას ნამდვილად არ ველოდებოდი. რაღაცა უფრო სხვა რაღაცას ველოდებოდი, ამდენ ვიყავას დავლევ, რაღაც მოვიდუღებ, გამოფხიზლებ. სხვათა შორის პირველი მაგას ვაკეთებ ლოცულობ რა. ნუ ჯერ ეს შენი სიტყვებით ლოცულობ თუ შენი სიტყვებით საუბრები ღმერთს თუ აი ლოცვას ლოცულობ? არ ხან არის რომ შეიძლება დილის ლოცვა წავიგით. გააში როგორ ხასიათზე ხარ. თლად ისე ფანატიკურად არ უშვები, მაგრამ ყოველდღიურად ეს არის შენი საჭიროება, ყოველდღიურად ლოცულობ რაღაც ადლიერებას გამოვხატა უფრო მეტის წინაშე ვიდრე მე ვარ. ის ვინც უპირობოდ მიგიღებს, ის ვისაც უპირობოდ უყვარ ხარ. ეგ ძალიან მაგარი რაღაცა თქვი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ადამიანებს გჭირდება მაგის განცდა და ბევრს აკლია ეგ შეგრძნება, რომ უპირობოდ მიღებული იყოს. პირდაპირ წერია ბიბლიაში რომ გიღებ უპირობოდ შენ მოდი ჩემთან. ტვირძიმენო მოდი ჩემთან მოგიხსნით მაგ ტვირთს რა. ძალიან მაგარი არის. აი ეს ჯანსაღი შეგიძლია 1-2 შენი ჯანსაღი ჩვევა მოგვიყევით. მითხარი რომ შენ ფასტინგობ? კი. ანუ ფასტინგი ქართულად როგორ არის? როგორ წამოვიმართე ჯანსა. კონტები ტრამვაზე ვარ ვიპარაკებ. ყოველს ძალიან ვიხარი ხომ რომ დღეს ტრამვებზე არ მაინც შევეხებით რა თქმა უნდა. აუცილებლად, მაგრამ ანუ იქიდან გამდინარე რომ მე უფრო ეს მხარე მაინტერესებს შენი, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში მივალთ მაგამდე რა, იმიტომ რომ რო გიყურებ შენი კუნთოვანი მასა არის ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან ჯანსაღი სხეულის მატარებელი ხარ, შესაბამისად ალბათ სულის და ტვინის, იმიტომ რომ და ძალიან მინდა რომ აი შენი ეს ჯანსაღი ქცევა გაგვიზიარო. ერთი რომ ნუ ყველა ვარიანტში რა თქმა უნდა ვარჯიშობ, მაგრამ აი ეს რაღაცა ქცევები რაც შენ ჩამოიყალიბე და რაც გეხმარება აი ამ ყველაფრის ესე შენ აი ამ ჩარჩოს შენარჩუნებაში. ხო, ლოცვა ვახსენეთ, რატომღაც ესე აღარ გამომჩას, იმიტომ რომ ლოცვაში გამყავს პრინციპში რა. ჯო დისპენზიას მედიტაცია აქვს ესეთი აი სხეულთან დარჩენა, სუნთქვა 20 წუთის განმავლობაში, სუნთქვაზე გადატანა, ვის როგორ მოწონს რა. შენიდან გამომდინარია, რას ლოცვის მე აუცილებლად ჯდები. მე მაგალითად ეხა მე არ მომწონს თავისუფალი მედიტაციები, ანუ ჩემი გონება რომ არ არის ამაზე ფოკუსირებული რა. მაგალითად მე ჩემ თავს ვაბრუნებ უფალო შემიწყალეთი რა. და მნიშვნელოვანი ის რომ ანუ უფლით უფალზე მაქვს ფოკუსი გაკეთებული, იმიტომ კი რომ აქ დაახლავიყო. თავისუფალი მედიტაცია არც ვიცი რომელი არის. აი ტრანსცენდენტული ოშოს მედიტაციები რაღაცა, ну აი გაინთავისუფლეს გონება და რაღაცა. მაგრამ არ ფოკუსირდები რაღაცაზე აი ერთ აი აქ ეხლა ანუ ის იმისთვის არის რომ აი ეს რასაც ეს თუ სწორე ვამბობ, არ ვიცი რამდენად სწორე ვამბობ, მაგრამ როგორც მე ვიცი და მოსმენილი მაქვს და წაკითხული მაქვს, რამდენად სწორი არის ხა ვიღაც აზრი მაქვს მე საკითხული, რომ მაგალითად ბუდისტური აი ეს მედიტაცია არის რომ გამთავისუფლდე ყველაფრისგან. ხო. აი ეს არაფერში ყოფნა რაღაცა რა და კონცენტრაციაც არ არის. ხო, რაღაცა ეგ პუნქტი არის. არა, ვისაც მე მაგალითად ფოკუსი მაქვს იესო ქრისტეზე გაკეთებული. კი, მესმის. ანუ ერთ-ერთი მეც ჩემი გადამშენელი იესო ქრისტე. აი იესო ქრისტე შემიწყალე მე ცოდვილი, ხო? მეც აი ბოდიში გაწყვეტილი. მეც რა აი მაგ მედიტაციით დავინტერესდა რაღაცა ძალიან მიჭირდა. მთელი ერთი წელი ვიარე და ერთი წლის თავზე 10 წამი მივაღწიე აი რასაც ქვია მედიტაციას და არა ძილს, იმიტომ რომ ჩემი სენსეი სულ ეხა ეს ძილია, ჩაგეძინა და ჩაგეძინა. და აი ხო გეუბნები მთელი აი ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 10 წამის მერე და მეგონა რომ აი ბაბში ახლიდან დავებადე, მაგრამ ძალიან მიჭირდა კონცენტრაციის გარეშე. 9 წელია ყოველდღე ვაკეთებ და რა ვიცი, კვირაში ერთხელ ორჯერ გამომდის და დანარჩენი 5 დღე ჩამეძინება. ანუ ვატრია, ეფორტი გჭირდება, რა თქმა უნდა, ძალისხმევა გჭირდება. კი, ერთგვარი პრაქტიკაა. მართლა გეუბნები, აი 3 დღე გამომდის, 4 მე შეიძლება გადავაბარო 2 კვირა გამომდის, მე 1 კვირა არ გამომდის, მაგრამ მაინც ვიცი რომ ავტომატურად ანუ უნდა დავждე, გავაკეთო, რუტინაში მოვიყვანო. აი როგორც ვარჯიში არის, ხო შეიძლება 210 კილოს ვწევდე სკვატზე მაგალითად, ხო? თან დიპ სკვატზე, მაგრამ შეიძლება ერთს მივიდე და ვერ აფციო.
ანუ მივიდე 180-იც ვერ ავწია, ხო? ანუ აი მდგომარეობიდან გამომდინარე. გააჩნია, ხო? არა ძალიან კაია რო ახსენე. რაღაცა ისე ეიფორიულად გზნობ თავს და ძალიან რაღაცა ისე კონტაქტში ვილოცე ზოგჯერ ეს რა ხარუხი იყო ჩემი სიტყვები რა. არის ძალიან კაია რო ახსენე, იმიტომ რომ მართლა ყოველს გონია რომ რადგან არ გამოვიდა მედიტაცია პირველად და მეც ესე მეგონა, всё, ეს უნდა დაივიწყო რა და ჩემი სენსეიც უმეუბნება როგორც შენს კუნდს სჭირდება ვარჯიში და პრაქტიკა, იგივენაირად ტვინსაც სჭირდება ვარჯიში და პრაქტიკა რა. Pathways, ეს ძალიან კაი სიტყვა რა, ბილიკები, ხო? თავშუენი სინაფსური ბმები და ის ნეიროსმეცნიერებაში გადავიდე, თქვა ჯო დისპენზიას ნეირომეცნიერი არის, მე ძალიან მომწონს რა სხვათა შორის. წიგნიც აქვს ესეთი შეცვალე ქვეცნობიერი ქვია, ქართულადაც არის ნათარგმნი, ძალიან კაი წიგნია, ყოველას ურჩევ რომ წაიკითხოს დაწვრილებით არის როგორ გააკეთო მედიტაცია step by step, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ რა. და მან არის ესეთი მედიტაცია რომ 20 წუთი შენ სხეულზე სუნთქავ და თავიდან ბოლომდე ჩამოდიხარ და სკანირებას უკეთებ შენ სხეულს. მე არის რაღაცა 15-20 წუთი რისის შეცვლა გინდა, სამყაროს თხოვ თუ ვიღაცა უფრო მეტ ძალას თხოვ, ვიღაცისთვის რას თხოვ, მე იქნება თუ რაღაცა ხო რა მშობ. მე ნუ იმას თხოვ, ღმერთს თხოვ, რაღაცა მაღალი ინტელექტი, რა თქმა უნდა, ხო, ღმერთი არის ეს მაღალი ინტელექტი და მე მაღალი ინტელექტ ჩემს ღმერთს ჩემთვის ამას იესო ქვია, თხოვ ამას ესე, რომ რაღაცა მაგალითად ვარ ამპარტავანი და შეცვალე ჩემში ამპარტავნება რა. და მე განვიცდი როგორი ვარ, ანუ მე ბოლო 20 წუთი არის განიცდი როგორი ხარ, როდესაც თავდაბალი ხარ, როდესაც რაღაცა ისეთ, ანუ შედიხარ ამ რაღაცაში რა. მე ძალიან მომწონს ეს. ანუ რამდენი ხანი მედიტირებ დილას? აი ლოცვიან მედიტირებიანა ესეთი ნაყოფიერად თუ გამომივა კვირაში 1-2-3 ჯერ, მაგას ვაკეთებ დაახლოებით საათნახევარი 2 საათი რა. ნუ აი ამ ჩემ მედიტაციასაც უფრო ლოცვურ სტილში ვაკეთებ, მაგრამ უკვე ვზივარ და ძალიან მაგარი, ის იმიტომ რომ ადრე დგები, ადრე იწყებ დღეს და დღის ადრე დაწყება გაძლევს მაგის ფუფუნებას, რომ აი ესეთი ტვინზე ორიენტირებული რაღაცები და შენს ნერვულ სისტემაზე ორიენტირებული რაღაცები ჩადო რა. ჩემ თავიანად ვისურვებდი რომ ყველას გქონდეს ამისი ნებისყოფა, რომ დავიძინოთ ადრე, ის კი არა ხალხი 2 საათამდე 3 საათამდე მივაძინებთ. დავიძინოთ ადრე, რომ მე დღე ადრე დავიწყოთ და აი ესეთი რაღაცები ჩავთოთ ზუსტად ჩვენ ცხოვრებაში რა. ოკეი. მოდი გადავიდეთ ახლა ვარჯიშის თემას დაუბრუნდეთ ჩემთვის საყვარელ თემას და აი როდის შემოვიდა პირველად ვარჯიში შენ? ერთ კურიოზს მოვყვი და დაუბრუნდი. სადაც არ მივდივარ ახლა ძალიან ბევრ ტრეინინგებზე დავდივარ, ძალიან ბევრ ტრეინინგებს მე თვითონ ვატარებ, მე თვითონ ვესწრები და სულ რომ მივდივარ ხოლმე, ყველას გონია რომ ან სპორტული ფსიქოლოგი ვარ, ან რაღაც სპორტული იმაში ვარ, იმიტომ რომ აი ხო, ბანაკშიც მივედით და იყვნენ ძალიან სასაცილო იყო, რომ მივედით ვიღაც რაგბის ფედერაციიდან უნდა მისულიყო, ვიღაც კიდე მოჭიდავე იყო, მოჭიდავეების ფედერაციიდან იყვნენ და მამაო იყო რაღაც საპატრიარქოდან და მე ვიყავი როგორც ფსიქოთერაპევტი რა, მიწვეული. და ნუ 4-ვე რო ვიდექით გამოვედი პირველი მომიწია, მამაო მილაპარაკა და მე გამოვედი რა, როგორც ფსიქოთერაპევტი ბავშვებთან რაღაც ბანაკში და რაღაც ბავშვები, სტუდენტები იყვნენ უკვე და მეთქი თქვენი აზრით მე რისთვის ვარ, მეთქი რომ იცოდეთ, მეთქი თქვენ სპორტსმენი. არა, ფსიქოთერაპევტი ვარ. ხო, ყოველთვის გუშინაც ახლა იმაზე ვიყავი რა, ტრეინინგზე ვიყავი და რაღაც ტრეინინგს თვითონ მე თვითონ ვიყავი ტრეინინგზე, მაგრამ ანუ სავარჯიშო იყო რომ ჯგუფის თერაპია უნდა წამეყვანა და რაღაც აი რამდენს წევ ჟიმზე პეიჯზე რამდენი გაკო ვიღაც ტიპამ კი რა დროს პეიჯ-პრესი იყო თერაპია. ძალიან კაი. ვარჯიში ჩემთვის მნიშვნელოვანია. და როდის შემოვიდა ეგ პირველად? ხო, ესეთი კურიოზულია ისე შემოვიდა რა. ვიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში, მე თვითონ გავდიოდი ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ვიყავი ნარკოტიკზე დამოკიდებული, ყველაფერზე დამოკიდებული, ნარკოტიკი პრიორიტეტში მქონდა და გავდიოდი ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი იყო, მაშინ ცენტრები არ არსებობდა. საქართველოში არანაირი ცენტრი არ იყო, არც ქართული, არც არაფერი, იყო ესეთი უკრაინული ცენტრი. ეს იყო 2018 წელს, დავკონკრეტდები. Международная антинаркотическая ассоциация ესე ერქვა და ცენტრი იყო ქართული არ იყო ჯერ იმ ცენტრში და ეს ერთ-ერთი პირველი ქართული ვიყავი ვინც მივიდა რა ჯერ პროგრამის ბოლომდე გავლა ხო არავის არ ქონდა ერთწლიანი პროგრამა იყო და რომ მივედი აბსტინენციაში ლომკაში მივედი რა და დაწვებიო იმაშიო ნარკოლოგიაში და მეთქი ნარკოლოგიურის თავი არ მეთქი რომ ვიცი ნარკოლოგიური რამდენჯერაც დავწექი იმდენჯერ გამოვიქეცი ნარკოლოგია და მოკლედ მეთქი ჩემით გადავაგდებ ამის დედაცვათი და ვიწვალებ მეთქი და რაღაცა წამლები ავიტანე მოკლედ და
ფსიქიატრის დანიშნულება. ნარკოლოგიური სხვა რეაბილიტაციის ცენტრია და ეს ფსიქოსოციალური სამედიცინოა. ოკეი. და რომ მივედი რეაბილიტაციაზე რაღაც ფსიქიატრის დანიშნული წამლები ავიტანე და იმას ვსვავდი რა რომ რაღაცა ელემენტარულად 1-2 საათი მძინებოდა. დილით ეს ლომკა რომ მაღვიძებდი სახსრების ტკივილი და მეთქი რა ვქნა და მეთქი პრესის კეთება დავიწყე რა. ლომკა გაღვიძებდა რა ფიზიკური ტკივილს რო განვისდიდი ხო რა სახსრები არ მეძინებოდა შეწუხებული ვარ ცუდად ვარ ფსიქოლოგიურად ემოციურად ფიზიკურად და ნუ აი მოშლილი მწყობრიდან და ნუ 3-2 საათი ძილი და მე და ღამე ესეთი მაგრამ ფიზიკური ძალა გაქვს მაგ დროს არც ისე აი მოკუნტული რაღაც უბედურ დღეში და მეთქი პრეს გავაკეთებ თქო რამდენსაც ვიზავ თქო და რომ მეთქინება თქო ყურადღებას გადავიტან თქო და ვიწყებდი და მართლა ახტა რა მოკუნტული ესე ვეგდე ხოლმე მე ის ცოტა ხანი ვჩერდებდი მატზე მეძინა გამოფხიზდებოდი და მე 1-2 ჯერ აი მე ხო იცი რომ დაგეჭა პრესია მანამდე ცხოვრებაში მქონდა ნაკეთები და რომ დამეჭიმა პრესი და ამ თქო თავის დაჭიმული ტკივილი და მეთქი ეს უფრო მტკივა ვიდრე ის და რა კაია და დილით ისე და 12 აჯიმანია გავაკეთე და მეორე დღეს მეგონა თავი რომ აი ყველაზე ძლიერი ვიყავი რა მეთქი 12 აჯიმანია ეს რამდენია და უცებ რა მოიტანა წარმოგიდგენე ადამიანი რომელიც ლომკაშია ჩარეცხილი აქვს დოპამინი წარმოგიდგენე ამ ნარკოტიკებისგან უცებ 12 აჯიმანია ყოველ დილით ვდგებოდი და დავიწყე ვარჯიში ყოველ დილით და ეს ვაკეთებდი 9 საათი პრესებს და აჯიმანიებს რა ბუნებრივ დოპამინს მიაგენი ხო ჯერ ხო არ ვიცი ეგეთი რაღაცე და შევდიოდი მე ცივიწყლით ვივლები იმიტომ რომ ჩემთან ერთად გადიოდა რეაბილიტაციას ხერსონელი ბიჭი იყო ბოქსიორი იყო რა და ის მეუბნება რომ ცივწყალშიო მე ვიქო უკრაინაშიო რომ მიყვანეს ლომკაში ვიყავ ცივწყალს ვივლები და არ მოვტი მეთქი ჰა ისის ნარკოტიკზე ხო ნარკოტიკზე იყო და აქ რა საქართველოში იყო ნუ ცივწყალი მშოლოდაო მე რომ მივედი თებერვალი იყო რა და ვიღებდი ამ წყალს და ვისხავდი ამ ცივწყალს რა მე პირველად მე გულმა არ დამარტყას, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, მეთქი დამარტყას ამის მეთქი რა რაღა უნდა მომივიდეს. ესე თუ უნდა მოვიყო, მოვუკვდი, აი. არ მინდა. თუ დამარტყავს მეთქი და მეთქი ამდენი ნარკოტიკი მაქვს ნაკეთები რაღა ეხა დამარტყავს მე. ვისხავდი ამ ცივწყალს და ესე ნელ-ნელა და 1 წლის მერე დავინა ტურნიკზე უკვე რაღაცა ვიწეოდი. მე რაღაცა რა მაგარია. Просто აი ეხლა რო ყვები ხო აი რაღაცა ჩემთვის აი იმდენად თვითონ პიროვნულად შენ ერთი რომ მაგარი რისკიანიც ხარ და ანუ კომფორტი ზონიდან მარტივად გამოდიხარ რა რისკიანი ვარ აბა რა ვარ იმ ნარკოტიკებს რო ბენზინით ხარშავდი რაღაცას ვიგეთებდი ძალიან გადაურჩებოდი ანა რისკიანი ვარ მაგარი ხო რისკიანი ხარ ხო რა სავარაუდოდ ხო მართლა ეგრეა რომ არ გეშინო და ან იმ პერედოზირების ან რაღაცა იმ რა უბედურებების რასაც აკეთებდი მაგრამ პლუს კომფორტი ზონიდან ძალიან მარტივად გამოდიხარ მე მგონია რომ აი ადამიანი რომელიც ითერებაზეა დამოკიდებული რაღაც უფრო კომფორტის ტიპები არიან რა ადამიანი რომელიც ცივი წყლის გადასხვაზე მიდის და აი ეგეთ რაღაცას მიაკვირია ხო? ისე ცუდად ვიყავი, ეხა კომფორტი ძალიან მაგრამ მიყვარდა, მაგრამ მე რაღაც ციხეში მომიწია რამოდენიმეჯერ ყოფნა ის თორე ბიაჩემი კარტოფილს მიწოვდა თითო თორე არ შევჭამდი რა და ციხეში რომ მოვხდი ხო თითეს ხო იცი ეს თითო 4-ვე მხარეს უნდა შემწვარი ყოფილიყო. თორე არ შევჭამ და ვიჭუბდი რატო არ არის ხო, ეხლა ციხეში რომ მოვხდი რომ დავიწყე ციხის საჭმელის ჭამ ბალამ დაგვია მაგის ჭამა რომ დავიწყე ხო მივხვდი რომ რან კომფორტინანას გამოცვლა ჩემილია შეგიძლიათ ეგეც ძალიან საინტერესო ისტორია იყო მე უყურე დედაშენთან ერთად პოდკასტს და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო ის რომ თან სევდიანი ისტორია კი იყო მაგრამ მე მეცინებოდა ისე ყოფოდა დედაშენი რაღაცებსთან მაგრამ ნუ სასიამოვნო მოსასმენი იყო იმ კუთხით რომ ანუ რაღაც მომენტში ისეთი საქციელები აქვს გაკეთებული დედაშენს რაც იმ წამს და ქალაქშიც იყო ეხმები გასული რომ რაღაც შვილი დააჭერინა ხო ახლა მაგრამ ის როგორც აი ხო რა ზუსტად ხო და ეს ისეთი რიკოშეტავა ვიცი შვილი დააჭერა მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს რომ აი დედამ ეს ჩაიდინა ზუსტად იმიტომ რომ შვილი გადაერჩინა მაგრამ ეს სასიამოვნო ის არის რომ სასიამოვნოდ მორჩა ბევრი ისტორია სასიამოვნოდ არ რჩება ამანდარი რომ მშობლებმა უნდა მიიღონ რადიკალური გადაწყვეტილება ხოლმე რა ხო და მაგასიამოვნო ესეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღონ ხო უნდა მივიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები კი შეიძლება იმას მოუვიდეს რაღაცა გარდაიცვალოს შეიძლება
რაღაც მოუვიდეს, მაგრამ ისე უფრო მეტი შანსია რა. იმ ცხოვრებაში რა ბენზინის კეთებით თუ რაღაც კრაკადილის ხარშვით უფრო მეტი შანსია რომ მოკვდეს ადამიანი. ანუ ბენზინს რო იძახი, მართლა ბენზინის ხარშა? ბენზინით კეთდება თორე სულთან კეთდება, ბენზინი გამოდის მე იქიდან შემილი ხო აღწერო ამ პროცესს კლიანტს. ბენზინი კომპონენტია, რაც გეხმარება იმაში რომ გამოიყვანო ერთ-ერთი ინგრედიენტი. ქიმიკოსები ხარ ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი. ამემთავრებინა ალქიმია. ხო, გამოხედეთ. ხა და მოკლედ აი რომ უყურე და ეს აი ძალიან სასიამოვნო იყო, რომ აი ზუსტად აი ისეთი რაღაც ჩაიდინა, რაც იდეაში საზოგადოების მხრიდან აღიქმებოდა. მე თვითონ შეიძლება დავეცვით, ხო, მაგრამ ხო, ძალიან ისეთ რაღაცად, მაგრამ შვილი გადაარჩინა რეალურად რა. თათიამ კი. შენ ფიქრობ, რომ აი ექსაქციელი იყო შენი ციხიდან გამოხვედი ისე რეალურად მაგბზაობით, რომ გინდა და რეაბილიტაცია? არა, გამოვედი უფრო ჩავოში ნარკოტიკში რა. ეს არის რომ ძალიან დიდი ხანი მომიწია ბევრ თერაპიაზე, მაგაზე საუბარი, რომ აი ძნელი საპატიებელია ხო დედას რომ აპატიო იქ ციხეში შდომ. კი გავიაზრე რომ ანუ ნახე კოგნიციურად ვიცოდი რომ ჩემ გადასარჩენად გააკეთა, მაგრამ ვერ პატიობდი ფრაზი ხო? ემოციურ დონეზე ძალიან დიდი ტკივილი იყო, რომ დედამ ამისთვის ატო გამწირა. მესმის. მაგალითად მე მჭირნა რომ მეკეთებინა. ეს ტკივილი არ გახსენება ხოლმე დღესაც? თუ ეს მოშუშებული გაქვს და დამუშავებული. რა არის? არ არსებობს ესეთი მოთუშებული ტკივილი. ტკივილი ტკივილია. იარა არის, მაგრამ შეიძლება რომ ეს იარა იყოს ისე რომ ტკივილი არის. ტკივილი ეხაც ტკივა ხოლმე მაგას რო ვიხსენებ. მაგრამ არ არის ის რომ ამ ტკივილის გამო დედა ჩემზე რაღაცა აგრესია მქონდეს რა, ან რაღაცა ბრაზი. შეიძლება ბრაზის მომაწვეს ხოლმე რატომღაც ხო? მაგრამ ოკეია, ნუ არ ამასთან რა, არ მაწუხებს. მე ანუ აი აქ არის ის რომ ჩემი დასრულის პერსპექტივიდან მესმის რომ სხვა გზა არ ქონდა რა. ხო. არჩევნი საშუალება არ ქონდა ტიპს რა. ანუ მანამდე 5 წელი არ მელაპარაკებოდა ვაფშე. ანუ ბოლოში შვილი რო გიკვდება ალბათ მეც ყველაფერს ვისაუბრ. თუ გინდა მაპატიოს, თუ გინდა არ მაპატიოს, ეს მისი გადასაწყვეტია. ხა. მაგრამ და გიკვდება, მაგრამ შე რო გამოходი ამბობ რომ უარესად ჩაეშ. უარესად ხო, რა იცი. უარეს ხო. და როდის გაჩნდა პირველი მზაობა რომ შენ უნდა იარო თერაპიებზე თუ ეს პარალელურად სუპერ პერიოდულად იყო მაგრამ აი ეგ მაინტერესებს სავარაუდოდ მივედი რეაბილიტაციამდე ანუ ბოლოს მე ხო რაღაც შენი მზაობა იყო თუ ისევ თათიას ჩაჭერა არა თათიას საერთოდ აღარ იყო მან ჩემ ცხოვრებაში ყველამ რომ იმატოვა და აი მარტო რომ დავრჩი სიმარტოვესთან და სიცარიელესთან მაშინ მივხვდი რომ რაღაცა უნდა შევცვალო. მარტო დარჩი რას ნიშნავს? აი დედა მიმატოვა, ბებო მიმატოვა, ბაბუ მიმატოვა. ბებო და ბაბუ არასდროს არ მივტოვები ვარ ესე მინდა თქვა. ნუ აი ეს მოდიოდნენ ახლა მილაგებდნენ, სახს მილაგებდა ბებო საჭმელს მიკეთებდა და 20 ლარს მაძლევდა დღეში რა. აი რაღაცა მეთქი აი 60 ლარს ელოდემდე ვიყო მაგით. აი უკვე მივხვდი რომ აი ამ ყოფიერებით ისე დავიღალე. რო რაღაცა უნდა ოქნა რა. ანუ აი ეს ის არის კიდე უძღების ვილის მაგალითი რა. ანუ აი ფსკერსთან აი ეს ფსკერი რა არის? ფსკერის არის ადგილი, სადაც ფსკერზე აუცილებლად უნდა იყო მარტო სიცარიელეში. ხა. თუ შენ მარტო არ ახარ, მაშინ ფსკერზე არ ახარ. ვიღაცა თუ ყავს რა, აი რა ძმაკაც მივხედავთ, მაშინ მარტო არ ახარ. აი ფსკერი არის ის ადგილი, სადაც შენ ხარ მარტო და სიცარიელეში. რასაც მთელი ჩვენი ცხოვრება გაუბოთ, აი ნარკოტიკს იმიტომ ვიკეთებდი, რომ მარტო და სიცარიელეში არ ყოფილიყავი. ბოლოში მივედი აი სიმარტოვესთან და სიცარიელესთან. არა და რეალურად მაგას ეგ მოაქვს. ეხლა მეტერს მაინც მიხვალე იქ. თაზო, ხელოვნურად ფსკერის შექმნა შეიძლება? რომ აი ამდენი წელი არ გაიწელოს რა ეს მოხმარება და დამოკიდებული. ხელოვნურად კი არ უნდა გამოხვიდე. ეს ბალიში არ უნდა ხელოვნურად ფსკერის შექმნა რა არის? ეს ბალიში არ უნდა მიაწოდო შენ შულს რა. ის როეცემა უნდა მის საშუალება რომ დაეცეს. დაენარცხოს. ბაზარი არ არის.
ანუ ჩვენ ბალიშის ხელშემწყობი იცი რა არის ხელშემწყობი როგორი იქნება მშობელი რა შემსრულებლები არიან ზრდაში ხო ანუ ქვეც ანუ გაუცნობიერებლად ხდება ეგ ბალიშის შედება თორე როგორ შეიძლება შენ გაცნობიერებულად შვილი როცა იცი რომ მომხმარებელი არის ბალიში შეუშვირო აი ხშირად სხვანაირი მეტაფორა მოყავს მაგრამ ეხლამდე ცხოვრებაში ესეთ მეტაფორა უნდა მოგიყვარო რა აი ტრენერი მეუნებოდა ერთ-ერთ თერაპიაზე რომ აი ჯგუფურ თერაპიას ვსწავლობ რა ცალკე არის განხრა როგორ წაიყვანა ჯგუფური თერაპია და მეთქი ხა დავაკვირდით თქო რა რომ ჯგუფს თქო ესეთ თლათ ესეთი დიდი უკვე რომ რაღაც ეტაპამდე მივა თლათ შენი ინტერვენცია აღარ ჭირდება თქო რა ეხლა რომ მიმყავდა თქო თლათ ჩემი ინტერვენცია არ დაჭირდა თქო ჯგუფმა თავისი ჰილინგი თვითონ გააკეთა ხო თავისი ჰილინგი ანუ გაკურნება თვითონ გააკეთა ხო, ანუ რაღაც მომენტში თერაპევტმა იმპულსი კი გვაქვს თერაპევტებს რომ ჩავერიოთ. მაგრამ ჩვენი მთავარი ინტერვენცია ის არის რომ ინტერვენცია არ გავაკეთოთ. ანუ იერ დაიხმარო, ხელი არ შეუშალ. ანუ გაანე, მიუშვი და ანუ თავისით იზაოს რა. ეს მაგარი რაღაცაა. ხო, აი როცა მარტო და როცა მიმიშვეს ესეც მოხდა უკვე არაცნობიერად ყველა დაიღავა რა. დევიღა. რამდენი წელი იყო ეს? 27-ის ვიყავი რა. და გრძელდებოდა რამდენი ხანი? ჩემი მოხმარება? ესე წყვეტილებით არ ვიცი, ბებჯერ მქონდა წყვეტა, მაგრამ დიდ პერიოდებიც მქონია რა, წელიწადი, ნახევარი წელი წყვეტა. და ეს წყვეტა შუაში ციხის გამო იყო თუ? ციხის გამოც იყო, ისეც იყო, ურთიერთობის გამოც იყო, ქალის გამოც იყო. ანუ სიყვარული მაინც რაღაცას გადაარჩეს ცოტას ხოლმე. ხო. სიყვარული რა არის? სიყვარული მაინც რაღაცას კი არა, ბოლო-ბოლოს რეაბილიტაცია, თერაპიამ და ყველაფერი ეს უპირობო სიყვარულმა და უპირობო მიმღებლობამ გააკეთა. ქალის ფიგურასაც ახლა დაუბრუნდებით და აი კაი რაღაცა თქვი რა. რაზე ვლაპარაკობდით ხელოვნურ ფსკერზე? ხელოვნურ ფსკერის შექმნა შეიძლება გაკეთდეს რეაბილიტაციას მაგით ვარ დაკავებული ახლა რომ ხელოვნური ფსკერი გავაკეთოთ იმ ბავშვებისთვის ვის ძალიან ღრმათ არ არიან შეტოპილები მოხმარებაში. ეგ ერთი ფსკერი არის მაშინ, როდესაც მარტო ვარ და სიცარიელეში ვარ, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება გაურბივარ და ყველა ისეთი თერაპევტი დამეთანხმება იმაში, რომ ადამიანი რომ ინსაიტს აკეთებს, ანუ რაღაც ახალ ეტაპზე რომ გადადის, ვაიმე უკან ხوار წავიდე იმ ჩემ ძველ ცხოვრებაში, ან ძველ პატერნში ხوار გადავარდე, ეს ახალი საშიშია და აი ამ ახალთან ინტეგრირებაში მიწევს მარტო და სიცარიელიდან. ანუ ცარიელია რაღაცა, რაც არაფერი არ არის და ამ სიცარიელში ამოდის ახალი რაღაცა. ხო? ნაყოფიერია სიცარიელი. ჩვენ გვეშინია სიცარიელის და რაღაც სიცარიელი ნაყოფიერია. სივრცეა, სადაც ის ავტომატურად თვითგადარჩენის და თავდაცვის მომენტი არის, რომ რაღაცა ახალი და ეს ისა შიშს გიქმნის, ხო? კი. ყველას გვაქვს ცხოვრებაში ის ეტაპი, რომ მარტოებმა უნდა გავიარო და სიცარიელში. ანუ რაღაცა ინახე რეაბილიტაციას რო გავდიოდი. მოვხდი ესეთ ეტაპზე. და ყველა ადამიანი ვინც ნარკოდამოკიდებულებაში ამ თუ გავა ამ თუ ნებისმიერ დამოკიდებულებაში ამ ეტაპამდე მივა. ნახე რა ეტაპი არის ესეთი. ნარკომანიც აღარ ვარ. მაგრამ არ ვიცი ვინ ვარ და არც იმათ ნარკომნებს აღარ მივეკუთვნები და არც აი ამ ჩვეულებრივ ადამიანებს არ მივეკუთვნები. ანუ არც ის ვარ და არც ეს ვარ. და აი მაგ დროს მექმნება ეს ეგზისტენციალური კრიზისი, ვინ ვარ, რა ვარ, საით წავიდე და მე მგონი აქ ისე მეშინე რომ უკან ჯობია და ხშირ შემთხვევაში სრივს რო ვეძახით რეციდივი კოლაპსი, ხო? კოლაპსი. rilapse-აც ქვია, ანუ აი ეს ყველაფერი მომდის აი ამ მომენტში. ანუ გარდავტყდე თუ არ გარდავტყდე და დავრჩე ისევ. ყავის ცვლილების პონტია რა და არ ძველ ტყავში ვარ და ჯერ ახალი ტყავიც არ მაქვს. საით წავიდე, აი რაღაცა შიშველი ვარ, მარტო ვარ და ეგ ხდება რეაბილიტაციის პარალელურად პროცესში ხდება პატარა თერაპიაც რო არის 1 საათიანი იმ სესიაზეც ეგ ხდება. აი ახალ რაღაცას მივაგენი, ესე მინდა, ეს არის, მაგრამ თან იქაც ვერ მივდივარ, მეშინია და ახლა. ეხლა შენ რა ხარ? ეხლა ანუ კაცი. ანუ ეგ პერიოდი რო ქონდა, რომ არც შეულებრივი ადამიანი ვარ, არც ეხლა მე უკვე ინიციაცია მოვახდინე, ვინ ვარ, მე ვარ კაცი, მე ვარ ქმარი, მე ვარ თერაპევტი, ვარ რაღაცა შვილი, ვარ მამა, ბევრი. ანუ მე რატო გეუბნები მაგას, იცი რომ აი ეგ კითხვა რო დაებად, მე შეიძლება იყოს ახლა მაყურებელი, რომელიც ამ ეტაპს გადიოდეს ზუსტად ვინ ვარში. და ეგ არის მარტო ვარ. ხო. ეგ არის მომენტი, სადაც ვარ მარტო. და აი ამ არ ვიცისთან უნდა ვიყო, კაი ხანი მომიწევს კიდე ყოფნა.
რაც მაშინებს არ ვიცი, მეც არ ვიცი. მაგრამ მე შემილია შენთან ერთად გავჩერდე თერაპიაში ამ არ ვიცისთან რა, მაგრამ ეს კარგი შეხსენებაა. არ კრავ. არა, კარგი შეხსენებაა ზუსტად ის პასუხისმგებლობების ჩამოთვლა, რაც ახლა შენ თქვი, რომ არის ხარ მამა, ხარ კაცი, ხარ შვილი და ხარ შეგადრია, მაგრამ ეგ გარდატეხვა ადრია, მაგალითად, იმიტომ რომ ის ვარ რაღაცა პასუხისმგებლობაა რა, ანუ ეს რაც ჩამოთვალე არის პასუხისმგებლობა. არც ბავშვი ვარ და არც კაცი ვარ, რაღაცა შუაში ვარ, აი ეს პროცესი არის, ეს პროცესია. ანუ ის მომენტი კი არ არის, პროცესი არის. ხო, ესმის. და ამ პროცესში ხარ რა. და ის პროცესში საით გადაკაჩავს, ეგ არის ძალიან საინტერესო რაღაცა არის. თუ ყოველთვის გიწევს ცხოვრებაში გაიარო მარტო სიცარიელეში. რა ვარია მარტო სიცარიელეში, ჰა? ანდაღან ის რო ვიძახით მარტო სიცარიელეში შეიძლება გაგაჟრიალს, ხო? ძალიან საშინელება, იმიტომ რომ აქ სიცარიელებმა რო შემაწუხეს ცხოვრება ქვეყანაში გადავედი და ეს სიძლიერე მოდის მერე. აი ამ მარტო და სიცარიელიდან ახალი რაღაცა ამოდის. ეგ ალბათ რაღაცა ძალიან დიდი ღრმა გაანალიზებაა, რომელიც ჩვენ ყველა ადამიანის მე მგონი მოვალეობაც არის, რომ გავიაზროთ, იმიტომ რომ ეგ სიცარიელე ხა მე სულ ვიძახდი, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს არ იმართება დეპრესია, აი უიცით ხასიათი რაღაცა. აი თითქოს თან იმას ვაანალიზებდი, რომ როგორ არ მემართება ცოტა ხასიათი, გიჟღორა ვარ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო, ხო? უბრალოდ აი ეს რაღაცა როლი მაქვს მორგებული, რომ მე სულ რაღაცა აქტიური ვარ, სულ კარგ ხასიათზე ვარ და აი ეს დაჯერება მაქვს ჩემთვის, რომ ეს მე უეჭველი ვარ ყოველთვის კარგ ხასიათზე. აი ამ ვაიბზე უნდა ვიყო. ამ ვაიბზე უნდა ვიყო, ხო. მაგრამ რეალურად აი სხვა ქვეყანაში რო გადავედი, აი ამ ასაკში რაღაც 44 წლის ასაკში რო გადავწყვიტე, რომ სხვა ქვეყანაში გადავიდე, აი იქ ვიგრძენი იმდენად კაფიოთ აი ეს სიცარიელე, რომ აი ეს კომუნიკაცია დამაკლდა, ეს რაღაცა მეგობრებთან ეს ჩემი პარტნიორის სიმუნჯე იქ უფრო ხმაურიანი მომეჩვენა და უფრო მუნჯური, იმიტომ რომ აქაც ეს კომუნიკაციაში დიდად არ ვართ ჩვენ, იმიტომ რომ ერთმანეთს ენა არ გვესმის, იმან ის ესპანურენოვანია, მე ქართულენოვანი, იმან ინგლისური არ იცის, მე ესპანურს ეხლა ვსწავლობ და მაგრამ აქ არ იგრძნობოდა, იმიტომ რომ იქ ძიძა მყავდა, იქ მეგობრები ყავდა რაღაცა, მაგრამ აი იქ უკვე ამ სიცარიელემ, ნუ აი იმდენად შემაწუხა, მაგრამ მეც კი მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან ბევრი გაანალიზებები, ჩემ თავთან ბევრი დარჩენები მქონდა, მაინც ვცდილობდი რომ გავქცეოდი აი ამ სიცარიელეს და სკროლვაში გადამეტანა ეს ჩემი რაღაცა ეს რა ეს დანაკლისები ასე ვთქვათ. ხო და აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი გაანალიზება მეგონი ყველა ადამიანისთვის, რომ სიცარიელე უნდა გამოვიყენოთ პროდუქტიულად ალბათ, ხო? და სივრცე. აი გარის როდესაც ის ბავშვი, როდესაც მაშინ ბრაზდებოდა სევდიანი იყო და მარტო იყო, ასის უტუტუტუ კი არ უნდა და ვაიმე დედა მარტო ნუხარ და სევდიანი ნუხარ. ოკეი, სევდიანი ხარ, მე თუ გინდა დავждები და ერთად ვიყოთ სევდიანები. გავჩუმდე და ერთად ვიყოთ და ბავშვი მაგ დროს სწავლობს აი ამ სიცარიელესთან ყოფნას, მარტოობასთან ყოფნას და ეძლევა უფრო მეტი სივრცე ამისთვის. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი, იმიტომ რომ თითქოს აი ჩემ შვილს ხოლმე ორივეს არ ვაძლევ ცუდ ხასიათზე ყოფნის საშუალებას რა. რო კაი რა არ გინდა რომ იყოს ცუდ. ხო, აი არ იცი რა მგონია რომ ცუდი ხასიათი დამაგრეველი არის ფსიქიკის. რა ხა მოწყენილობა დამაგრეველია ფსიქიკის. მე ვერ ვიტან ამ მოწყენილობას მაგრევს. საკუთარ თავზე ზრუნვა. ხო. სევდა რაღაცაზე რომ დავსევდიანდე, ერთი არის რომ ემოციის დამამთავრებელი არის, წარმოშობილი რაღაცა, რაღაცა კარგი მოხდა ჩემ ცხოვრებაში და დამთავრდა. და მე სევდას განვიცდი და ეს ოკეია რომ დამთავრდა. ცუდის მერეცხობოდი სევდა. კი, და ის ცუდის დამთავრდა. ხედა, აი მაგ მართლებს არ მიფიქრია. ანუ სევდა არის გრიფინგი, ანუ ეს როგორ ქვია ქართულად? გლოვა. აი ეს გლოვის დამამთავრებელი არის სევდა. მართალია. თაზო, უკვალოდ ქრება ეს. აი ეს მოხმარება უკვალოდ ქრება. კი ბატონო, უკვალოდ ქრება? უკვალოდ. ჯანმრთელობაზე ხო უეჭველი აისახება. ეხლა მე გეტყვი რატო დაგისვე კითხვა. ჩემი ყოფილი ბოიფრენდი, რომელიც ინგლისში გავიცანი, ანუ მაგან მომიყვა ეგეთ ისტორია, რომ 13 წლიდან გაიქცა სახლიდან და აი ყველაფერს მოიხმარდა, თუ კი რაიმე და ავსტრალიაში დაბადებული გაზრდილი იყო, ყველაფერი ძალიან მარტივად მოიპოვებოდა. ის რაც ჩვენთან ეხლა შემოვიდა, ეს ფართი დრაგები და რაღაც უბედურებები. ხო, აი მაშინდელ თაობაში ავსტრალიაში იყო ეს ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი მოკლედ. და მოკლედ 13 წლიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა, სანამ
სადღაც 24 წლის იყო, რომ ტვინმა გადაწყვიტა, რომ გათიშულიყო სხეული რა. აი ვაფშე ტვინს დაავიწყდა, რომ აქვს ორგანოები სამუშაო და პროსტ გათიშა. ვერაფერს ვერ ხვდებოდნენ, ანუ კონკრეტული ორგანო არ იყო არაფერ შუაში, ტვინიდან მოდიოდა ეს პარალიზება და მთლიანი სხეულის პარალიჟი. ანუ ეს სადღაც ორჯერ გამომეორდა თავის აი ცხოვრებაში რა, ესეთი პარალიზება. და მეერეც უკვე ჩვენ უკვე ერთად როცა ვიყავით, ხო? ერთი მომენტი ქონდა, ну, ანუ სულ მეუბნებოდა ეს რაღაცას, რომ მე პერიოდულად შეიძლება დამემართოს ეს რაღაცა, რომ ანუ მეხსიერება მე კარგებაო და სულ ეწერა ეს თავის ტელეფონის ნომერი, სახელი გვარი და ანუ ამ ფურცელს სულ ატარებდა ხოლმე რა. რომ ანუ ეს რო არ დამემართოსო. და აშკარად ეხა თანაც რო ვიყავით ერთად, ხო? ну, მე მგონია რომ რაღაც კომპულსიური აშლილობა ქონდა ტყუილის, იმიტომ რომ ეს სულ რაღაცა ეს ტყუილის მომენტი უნდა ქონოდა რა. მაგრამ მის ნერვულ სისტემას გარდა რომ ვაკვირდებოდი, იყო ჩამოშლილი რა, რასაც ქვია რა. ეხა ეს არ ვიცი, იქიდან გამომდინარე რომ ეს თავისით გამოვიდა, ან თავისით უბრალოდ რაღაც ასაკს მიაღწია და всё იქ უკვე პარტი ასაკიდან გამოხვედი და უკვე იწყებ მუშაობას და всё შენ დრო აღარ გაქვს, იმიტომ რომ ევროპაში უეჭველი მარტო ხარ. იქ დედა მამა ბალიშკი არა გადასახადებდა იმას და შე ყველა ვარიანტი მარტო ხარ. ანუ იძულებული ხარ რომ გამოხვიდე მაქიდან. მაგის შედეგი იყო თუ დავუშვათ თერაპიებით და აი ამ ყველაფრით შესაძლებელი არის აი ნერვული სისტემის აღდგენა, ამაზე შენ მომიყევი, იმიტომ რომ ისიც ვიცით, რომ არსებობს neuroplasticity, ქართულად როგორ არის ტვინის პლასტიურობა, რომელსაც შეუძლია ახალი ნეირონები წარმოქმნას და რაღაცნაირად nourishing-ი გაუკეთოს. მაგრამ აი შენ ვითხარი, არის მე არ უწევ არც ერთ კაი მოდი ესე რაც ვიცი იქიდან ვიტყვი, ხო? ხო. არის ნარკოტიკების სახეობა, არც ერთ ნარკოტიკი არ არის კარგი. არ არსებობს კარგი ნარკოტიკი, ყველა ნარკოტიკი ზიანის მომტანია და არ არის ჯანმრთელობისთვის ეფექტური თუ როგორ ვთქვათ. ჯანმრთელობის დამაზიანებელია. დამაზიანებელია ძალსახად. განსაკუთრებით ნერვული სისტემის. განსაკუთრებით. მაგრამ არის ნარკოტიკების სახეობა, როგორიც არის კოკაინი, ფენტალინი და ეს მარილი. სხვის შემთხვევაში თუ შეიძლება იცახი neuroplasticity არის და ტვინის სინაფსური ბმები და ნეირონები უბრალოდ ქვრება. ამათ შემთხვევაში კვდება. იქ თუ შეიძლება ახრიდან აინთოს, ამათ შემთხვევაში კვდება და უბრალოდ უბანში აღარ გადადის ინფორმაცია. ანუ აქ შანსი არ არის რომ აღიდგინოს რაღაც. ოკეი. აი ეგ არის. მეორე ძალიან ბევრი წელი დამჭირდა რომ თან მე ძალიან რადიკალურად დაუწყე ამასთან მუშაობა რა, იყო ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სულიერად, სოციალურად, ან ყველანაირად დავიწყე ამ ჩემ ნარკოდამოკიდებულებასთან თავიდან ბრძოლა. ეხლა ძალიან ემპათიურად ვარ მის მიმართ, მაგრამ აი ეს და ის ტვინზე მუშაობა, სპეციალური წიგნები ვიყიდე, რომ ტვინი გამსწრაფებოდა თუ რაღაც, აი ძალიან ბევრი ვიშრომე მაგისთვის რა, სწრაფი კითხვისთვის როგორ უნდა დავიმახსოვრო რაღაცები და ნუ შედეგი იმუშავე, ხო? ხო, ძალიან ბევრი იმუშავე რა. ძალიან უკირთხოლმა ჩემს ჯგუფელებს თითქმის რომ შემილია ნებისმიერი წიგნის სახელი და გვარით გითხრა ავტორის რომელ გვერდზე რა წერია. ანუ შენს მეხსიერებაზე იმუშავე, შენ რო არ დაერგო. რეალურად იყო და ანუ გრძნობდი წიგნს კითხულობდი და არ მახსოვდა. გადავიდე წიგნი წავიკითხე და მეორე ანუ იმ წამს აღარ მახსოვდი. კი რომ გავითიშე და ესე პროსტა აი ხო არის ხოლმე რომ ვითიშები და ადვერტიზი წავიკითხე სხვაგან ვარ. აი როგორც სკროლავ ისე რო კითხულობ რა და არა ვკითხულობდი, ვხაზავდი და მე მეთქი რაღაცა მჭირს და მივხვდი რომ სამუშაო მაქვს მაგასთან. ანუ შენ იმუშავე რა შენი მეხსიერება დაბადებულიყო. ახალი უჯრედი დაბადებულიყო, ახალი სინაფსური ბმები გასულიყო და ასე შემდეგ. ანუ შენ ამაზე იმუშავე. ამის ნებისყოფა მინდა გითხრა რომ ბევრს არა აქვს. ხოლმე მე შენ მითხარი რატომ დგები დილით ადრე? რომ დილით ადრე ის მედიტაცია არის ერთ-ერთი რომელიც გეხმარება ამ სინაფსური ბმების აღდგენაში. აი ეს ბმები რომ ახლიდან ბევრი კითხვა უნდა
სპეციალური მაქვს ეგ ციგნებიც რა, როგორ შეიძლება, როგორ რაზე გამომახვილო ყურადღება, იქ რაღაც მათემატიკური ისინი არის, რაღაცა IQ-ს ტესტებივით არის და ასე შემდეგ. რა დილობით რო ვდგები ხოლმე, აი ეს მედიტაცია არის მაგისთვის სპეციალური მედიტაცია, კონცენტრაციის მედიტაცია ერთ წერტილში უნდა უყურო. სხვადასხვა ვაკეთებ ხოლმე და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. სუნთქვითი ისინი ეხმარება ძალიან, იმიტომ რომ ტვინმა ჟანგბადი რომ მიიღოს და აი კიდე საათნახევარი 2 საათი ვკითხულობ დილობით. საათნახევარი ძალიან. დავიდან დავიწყე რუსულით და მე ნუ ინგლისურზე მივხვდი რომ გადავედი, იმიტომ რომ ინგლისური კითხვა საჭირო არის. ხა ინგლისური ვიცოდი, მაგრამ ესე ფსიქოლოგიური ენაზე რომ პიტერ ლევინი წამეკითხა თავისი ინგლისურად და თერაპიებში ხარ მაგ გამეგო, თავიდან ძალიან მიჭირდა რა და ეხლა უკვე არის ის რაღაცა, რასაც თვლი რომ აი იმის გამო გაქვს შენ ოღონდ გეუბნები სხეულებრივად ან თუნდაც ნერვული სისტემაზე ან რაღაცა ისეთი შეიძლება ახასიათებდეს შენ სხეულს ისეთი რაც თვლი რომ იქიდან არის წამოსული. აი ორი შრამი დამჩა ხელზე რა. და მე მგონი გახსენებს იმას რომ იქ არ წახვიდე რა. ბევრი ვიმუშავე 10 წელია ამაზე ვმუშაობ და ამაში ჩავდევი რა. მთელი შენი რესურსი ჩადები. რესურსი აქვს. ძალიან მაგარია. ეხლა მინდა რომ სადღაც ბოლოსკენ წავიდეთ და აი ადამიანები რომლებიც არ ვიცი ან ისეთი ადამიანი გიყურებს რომელიც მშობელი არის ესეთი ბავშვის ან ზრდასრული ადამიანის თუნდაც ადამიანი რომელიც თითქოს თავიანთი ჭკუით მსუბუქ ნივთიერებაზე არიან დამოკიდებული მაგრამ მაინც არიან დამოკიდებული. აი მინდა რომ რაღაცა რჩევასავით მივცეთ. რაღაცას კითხავ, ესეთ კითხვა მაქვს რა. აი 120-ით რომ მანქანა დაგეჯახოს. ხო. რა მნიშვნელობა აქვს ავტობუსი იქნება შენთვის თუ ისე რა ქვია, მსუბუქი მანქანა? არანაირი. არა მე რატო გეუბნები? მე ესენი მომისმენია. ეს სიტყვები მომისმენია და მაგით, თორე ჩემთვის ყველაფერი არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. აი არანაირი ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მომისმენია არაფერი მსუბუქზე ვარ რა, აი და ეს აქა-იქ რა და ეს აქა-იქ უკვე რაღაცა ჯერ იწყება კვირაში ერთხელ, მერე 2 დღეში ერთხელ ვიღაცისთვის შესამჩნევი ხდება. ეგ აღარ არის შენთვის მსუბუქი და აღარ არის ეს სიტუაციური. თუ ვიღაცას უკვე შეაწუხა შენს ირგვლივ, ანუ ეხლა მე მაგალითად არ ვიცი, ხო, ნუ აი დედაჩემს რეაბილიტაციაზე არ წავიყვან. არ მაწუხებ, შეიძლება სვავს ხანდახან საღამოობით ერთ წითელ ჭიქა ღვინოს 1000-ში ერთხელ, მაგრამ არ შეუწუხები ვარ მაგის დალევას არასდროს, ხო? არ მოხდება 10 ხარ რეაბილიტაციაში ჩემი აზრით რა. ხო, ნუ იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ძალიან ისეთი სიმბოლური. და აი მინდა რომ რაღაცნაირად ეს რჩევასავით. ანუ შენ უბრალოდ როგორ რაღაცა რო თქვა, იცი ხა ძალიან ბანალურად ჟღერს რომ ასე ტყოდი შენ თავს მაშინ, მაგრამ მაშინ ვერაფერს ვერ ეტყოდი, ალბათ ისეთ მდგომარეობაში იყავი, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი რა, მაშინ რომ ვინმე ყოფილიყო ისეთი რომ ყურით მივეთრი რეაბილიტაციაზე სადმე, ძალიან კაი იქნებოდა, მაგრამ არ იცოდნენ. დედაჩემს ვეუბნებოდი რომ სადმე წამიყვანე მეთქი და Herbalife-დან მიგზავნი და ჩაებს და რაღაცებს გიშველისა, ჩემი დედა. გადავირი. ერთი ორი კვირა Herbalife-ის პროტეინი. მე მგონი რეკლამა არის ეგეთი მაგარი Herbalife-ის პროტეინით მეგონა რომ გადავაგდებდი ჰეროინზე ვიჯექი. Herbalife-ის პროტეინი. ეს სვიო მაგარია. ხო, ხოდა. მე რო ჩამოვიდი მეთქი ის აღარაა, მეთქი მაშინ რომ ასვდა, არა, აისო არა აქვს. მე კი გამჭირდა ლომკაში მეთქი მაგის დედა. მაგრამ იცი რა ვიტყარი? არა. მოიცა თათიას არ წაგიყვანა გასო ყურით რეაბილიტაციაზე. არა, რა თათიამ ყური წამიყვანა. შეიძლება ხალხში ყვება ეგრე ყურით წამიყვანა, მაგრამ დედაჩემ საერთოდ არ წაუყვანი ვარ არსად რეაბილიტაციაზე. დიდად ფუძე აღთაც აღარ უნდათ ჩემ რეაბილიტაციაში, ეგონათ რომ მე არაფერი არ მშველი. არ ჯეროდა. აღარავის აღარ ჯეროდა იმისი რომ მე რაღაცა მოხდებოდა. ეხლა კი მეუბნებიან რომ შენ სულ ვიცო. სულ ვიცო. ეს არის ძალიან ცუდი თვისება. კიდე დედემ რო იცე რომ ყველაფერი რაც ბავშვი მოდის თავის თავზე რომ მიწერა. აი მე რო არ მესწავლებინა შენთვის ეს ჭკვიანი კი არ იქნებოდი ეხლა რო ხარ. ხო პოდკასტებში რო გეძახიან. შენ აჟუაში მაგის დედა. შენაც მომეცი კი ვიცი მო. ძალიან აი რა არის იცი ყოველთვის უნდა ვიყოთ ესე ხუმრობ ეხლა რა. შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს აგრესია არის ეს ხუმრობას, მაგრამ მე მიყვარს ხუმრობა საერთოდ და ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა. და დედაჩემის აი ყველაზე მადლიერი ვარ და ბედნიერი ვარ, რა ვიცი, დედამ სიცოცხლე მომცა და ტრაკით უგაკ მიხედე ამ შენით რა. მაშინ ვაბრალე ხა დედაჩემ 40 წლის ასაკში კიდე დედა შეიძლება 10 წლის ასაკში, 15 წლის ასაკში, 20 წლის ασაკში დავაბრალო დედაჩემს. მაგრამ 40 წლის ტიპი რომ დედას აბრალებ მე მგონი მაგრად ეხავს. არ ვარ 40-36 წლის.
ეგეც მაგრამ აღარატეხავს ეხლა რომ კიდე დედისკენ ვიშვირო ხირი რა შენი ბრალია რომ ბავშვობაში ხა სიუცი არ მომეცი ეს მე თვითონ უნდა ვიცოდე რომ სიუცი არ მაქვს და არ მქონდა და ეს ეხლა ჩემი ბავშვობის პერსპექტივიდან რო ბრაზდები ეგ არის ჩემთვისაა ეგ საცხოვრებელი დეჭებს საერთოდ არ უნდა იცოდეს რა თქმა უნდა ეგ დეჭებს ამისო იასნა ხო და მინდა რომ მიმართო იმ ადამიანს რომელიც შეიძლება იყოფოდეს ეხლა აი ამ მდგომარეობაში რა არის მისი პირველი ყურით უნდა წავიდეს რეაბილიტაციაზე ქეჩოში მოიკიდოს ხელი და წაიყვანოს რა არის აქ ერთი სიტყვა არის რა ანუ მაგრამ თუ მზაობა არ აქვს აი ეს მზაობაზე როგორ იმუშავონ მე მგონი ეგ არის თავი წინ იქაც გითხარი რა ეხლა ყავს პარტნიორი რომელიც დასკოჩილი მიიყვანეს რეაბილიტაციაზე 3 თვის მერე მოვიდა აზე და ძალიან კარგად არის ანუ ძალითაც დიდი ხანია იმაშია რა ფრიზელი არის ჩემზე დიდი ხანია ანუ ძალითაც მოსულა რეაბილიტაციას და კარგადაც არის პერსპექტიულიც არის რაღაცა არაერთი რეაბილიტაცია გავხსენით ერთად სხვადასხვა ქვეყნებში შვენიერი მაშინ ძალით წააგდეთ ეს ადამიანი ანუ იძულებით კი არ ვიძახი ანუ იძულებით მიყვანაც ისეთი რაღაც არის სადაც არჩევანი აკრება იქ ანუ არჩევანი ესეთი რაღაც თუ დედაჩემა მომითფო ჩემი ტაკო და ვარ კარგად სახში კომფორტულად წამლის ქვეშ და ბებოსაჭმელს მიკეთებს და იქ მილაგებენ და იქ წამალსაც ცოტა ფულს მომცემენ და მაგას თქვია რომ დედა არის მაგ დროს პადელნიკი და ბებო და ბაბუ და ან ვიღაც სხვა პადელნიკები ყავს კიდე შეიძლება ხო როდესაც ნარკო დამოკიდებულს აი ამ პადელნიკს არ ვიცი ქართულად როგორ არის პარტნიორს მოვაშორებთ ვისთანაც ერთად იკეთებს წამალს ან ვინც ფულს აძლევს სახში გაუშვი სახლიდან გასვეს ნარკო დამოკიდებული რა მოუვა მოგტება ის რას მოგტება ზუსტად აი ახლა წამლებიც აი მოხმარებით უეჭველი მოგტება აი რა არის იცი კიდე ახლა ქონია შემთხვევები უკრაინაშიც რომ მომკვდარა ადამიანის რეაბილიტაციო ცენტრში ან თვითკვლობით დაუსრულებია სიცოცხლე ანუ აი ესეც სარეაბილიტაციოში რა ყოფილა ეგ შემთხვევა და ვერ გავექცევით მაგას რა და მშობელი მოსულა და უთქვია რომ მე მერჩივნა რომ მას ეკეთებინა და ისე ეცოცხლა ანუ აი ოკეი მაგრამ რა ის რომ არ აძლევ ადამიანს უფლებას რომ უკეთესი იყოს ეს პირადი ეგოიზმის გამო არის რა რომ მე მირჩევნია რომ მორფინისტი იყო და დაინვალიდიზირებული იყო და ჩემთან იყო და ვერსად ვერ წახვიდე ესეთი უბედური და ინვალიდი ვიდრე წახვიდე ცადო და მოკვდე ანუ ვერ გაუმკლავდა ზოგი ოკეი მესმის იქ ცოტა ისეთი ის არის მიდგომა არის რომელზე ალბათ ხო ძალიან ბევრი მშობელი სავარაუდოდ ეგეთი ადამიანი მშობელი სახრიდან ვერ გაუშვი რამე რომ მოუვიდეს ვეუნები ანუ ნახ ცხოვრებისეულად რო გადახედო ხო ცოდუა ანუ ცოდუა რა ადამიანური რესურსი არის დაკარგული სადღაც რა რა პუნქტია შენი ეგოიზმის გამო რო შენ იყო წყნარად ეს მომოკვდავი ცრემლები ყოველ საღამოს რომ აიმე შვილო რა დაგემართა და ანუ აი შეხარ გააკეთა ეს ციკლი რომ მომცა ანუ ვიძახი რომ ძალიან ცუდია და აუბრაზდი მაგრამ აუბრაზდი რაღაცნაირად მივხვდი რომ ოპა აქ რაღაცა მე თვითონ უნდა ვქნა ეხა არა ძალიან მაგარი შეხარ აი დაჭერინი თქვა რომ არ ვეუბნე დაჭერა ძალიან ცუდი თემა არის მაგრამ აი საქმიდან გავუშვე ძალიან მნიშვნელოვანი თემა თუ არ მიდის და კიდე გეწინააღმდეგება და ზოგი არ მირეკავს და ანუ აი ფიზიკური შეხებაც მე მაგის დედა ვატირე დამირეკე მე მოვალ ნახე რამ ხელა კუნთები მაგააგდი საქმიდან შვილი თუ გირტყავს გაუშვი სახლიდან მაგის სახლიდან გაშვება თუ არ გინდა აბა ეხა მე რა შემგარ აღარ გინდა მაგის დედა მაშინ გირტყავს და იყავით ეს ბედნიერები ხართ ყველა მაშინ ანუ ადამიანი რომელიც მოხარებელი არის მაგაზე წამსვლელი ხო? კი, არის. რა თქმა უნდა, არის და ეხლა ძალიან ბევრ შემთხვევას ვეჯახებით, იმიტომ რომ მე იმ ადამიანებისაც მესმის, იმიტომ რომ მათ ჯერ ესე ასწავლეს სახში. რომ ყველაფერი გაქვს და უცბად არა გაქვს, რა ქვია არა მაქვს. ეგ ერთი, მეორე აი ეს დახშული სინაფსური ბმები და ესეც უნდა გავითვალისწინოთ, გვინდა არ გვინდა არა ადამიანურია თუ არა, დედაზე ხელის აღმართვა ეს ძალიან მორალურიდან გამოვდივარ და არ არის მორალური და მე არ უჭერ მხარს მაგ ქცევას, მაგრამ იმ ქცევის უკან რომ ეს დახშული ტვინი არის ფაქტია, ხო, დედას ჯანმრთელ მდგომარეობაში ადამიანი ხელს არ დაარტყა. რა თქმა უნდა, კი. აი მოსაკლავია მაგის დედა ეგეთი არა, იმიტომ რომ აი რაღაცა ჭირს ამ ადამიანს, აბა დედას ხელი როგორ უნდა დაარტყა, ხო, ან ცოლს არა. ანუ ჯანსაღად არ არის ადამიანი. არა, ჯანსაღად, ამიტომ სადღაც მისაყვანია ეს ადამიანი ფსიქიატრიულში მინიმუმ რა. არა, ძალიან საინტერესო იყო, ნუ შეხარ ფაქტურად ნათელი მაგალითი, რომ
ეხლა რაც შექმენი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხო? ორი ცენტრი, რამდენი სამუშაო ადგილი შექმენი, რამდენ ადამიანს ეხმარები, ანუ წარმოიდგინე შენი რესურსი რომ უბრალოდ დაკარგულიყო. აი არ ვიცი უბრალოდ რამდენი პოტენციური ესეთი დოვლათი იკარგება. დოვლათი ხარ შენ ხარ ქვეყნის დოვლათი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცა სასიკეთოს ქმნი და ძალიან ბევრი ადამიანია წარმოიდგინე ესეთი, რომელიც არის ამ მდგომარეობაში და აი თავის რესურს, ადამიანურ რესურს, იმიტომ რომ ადამიანი არის, რა ვიცი, წეღანაც გითხარი კამერების მიღმა, რომ მე ვაფშე ადამიანის ფანი ვარ, სხეულის განსაკუთრებით, მაგრამ ადამიანის ძალიან ფანი ვარ, იმიტომ რომ მართლა სასწავლების რაღაც შეგვიძლია, სამყარო არის ჩვენი შექმნილი ზოგადად. კაციც და ხო, ორივე კაცი და ქალი ადამიანი ზოგადად. და შესაბამისად მე მგონია რომ არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს აი ამ მდგომარეობაში ჩარჩენას, ყოფნას, შეიძლება იმ მომენტში მათ ეს უსწორდებათ, იმიტომ რომ ეგ არის მაგათი ერთადერთია ეს რაღაცა სწრაფი დოპამინის და სეროტონინის და ბედნიერების წყარო, მაგრამ ფხიზელი უფრო ბედნიერება არის რა. ფხიზელი სიფხიზლეში ცხოვრობ. ფიზიფლებს ხარ. სიცოცხლე უფრო მეტია, ეს aliveness, joyfulness თუ რაღაცა უფრო მეტია. ტკივილიც ბევრია, რო განვუცდი ხოლმე, მაგრამ ნამდვილია და მიჩვენია მტკიოდეს და ნამდვილი იყოს, ვიდრე გაკეთებული მქონდეს ჰეროინი და მტკიოდეს და ვითომ არ მტკივა და კარგად თუ არ გაყუჩებული იყოს, ხო? აი, ბევრად მიჩვენია რომ მტკიოდეს და ამასთან ვიყო. ბაზარები. ერთი კითხვა და უნდა გაგიშვა. ესე იგი, მე მოდი ახლა ჩემ თემაზე წავიღებ შენს გამოცდილებას რა და მინდა რომ ჩემს თელ გამომწერებს, მაყურებლებს მინდა ურჩიოთ, როგორ შეინარჩუნონ რუტინა. შენ ძალიან კარგად რომ დამისი კითხვა, ხო ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც იწყებს ვარჯიშს, მაგრამ ანებებს. უამრავი, აი იმენა წარმოგიდგენთ, რაც ეს პროექტი დაიწყო ჩერის მარათონი, პანდემიას დაიწყო 5 წელია, 45,000-ზე მეტმა გოგონამ დაიწყო პირველი თვე. და 5 წლიდან 5 წელიწად ნახევარში დაამთავრა მარტო რამდენი კაცი იყო 18 თუ 22-მა კაცმა დაამთავრა, მოდი ესე ვთქვათ. წარმოიდგინე, აი ნუ ვინც სრულად გაიარა 5 წელიწად ნახევარი, ანუ დაამიანებს შუაში ჩერდებოდნენ. რა თქმა უნდა, ხა ვინც გაჩერდა შუაში, ჩემთან არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გაჩერდა, შეიძლება სხვაგან გააგრძელეს ვარჯიში რაღაც, მაგრამ აი შენი გამოცდილებით მით უმეტეს შენ ხარ ახლა ზედისციპლინირებული ადამიანი. ჩემთვის ახლა შენ რასაც ყვები, ცოტა რადიკალურად რობოტიზმი არის, იმიტომ რომ რადიკალურად რუტინული ვარ, იმდენად სპონტანური ვარ. სპონტანური ხარ. ცხოვრებაში თერაპია. ანუ შენ რასაც მიყვები, დილას ავდეგი 5 საათზე ლოცვა ვიკითხე რაღაც. ხო ესე ხო მაგრამ იმდენად სპონტანური ვარ. საკეთებ დღეში ჩარჩო მიქმნის ცხოვრების სტილს, აი ამ ეს ცხოვრების სტილი და ეს რუტინას მიყვავა იქ სადაც მინდა რომ წავიდე. კი ბატონო. და სხვანაირი რუტინა არ ვიცი იქ რა მიმიყვანს, ანუ ეს ვიცი რომ მიმიყვანს და ანუ დისციპლინა მიგიყვანს. მიმიყვანს იქ. მეორე არის ის რომ ამ დისციპლინაში იმდენად უდისციპლინო ვარ, იმდენად სპონტანური ვარ. ხო. რომ მაგალითად არ გაწუხებს ეს დისციპლინა. ხო, არ მაწუხებს ეს, აი ზუსტად იმდენად მოვერგი, აი ხა თავიდან ხო ეს რა და ეხლა აი ძალიან ისეთი ვარ, აი მაგალითად შემიძლია უფრო მეტი რაღაცა ჭამო, საჭმელთან მიმართება, შეიძლება რაღაცა დავარღვიო, შეიძლება სხვანაირად ვივარჯიშო. ძალიან სპონტანური და მოქნილი ვარ მაგაში. ეგ მაგარი რაღაცა თქვი, აი ამ დისციპლინაში უდისციპლინო ვარ. ზუსტად ეგრე ვარ. მეც თავიდან რომ ჩადებ და ფუნდამენტს ააშენებ, მე აძლევ იმის საშუალებას შენ თავს რომ ცოტა რაღაცა გამოირხიო რა. ხო და აი ეს ფუნდამენტი როგორ ააშენონ მითხარი, შენი გამოცდილება რა იყო? ჩემი გამოცდილება იყო რომ მე საით მივდივარ და რაში მჭირდება. ანუ ყოველთვის ვკითხულობ ჩემ თავს. მე ვარ, ანუ ესეთი ინიციაცია თუ მაგრამ მე ვარ კაცი. რასაც ვაკეთებ, უნდა ვიცოდე რას ვაკეთებ. როცა ვაკეთებდი იმას, რაც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, ქევიცად მიმიყვარ. და ეხლა თუ რაღაცის აშენება მინდა, უნდა ვიცოდე ამ აგურს ამაზე რატოდე. მშენებელს რო კითხო, ამას რატო ვაკეთებ? რა ვიცი, ეხლა პროსტა და ეგრე ხო არ გიპასუხებს, არა დემევას, ხო არ გეტყვის, მაგრამ ეს აგური საჭიროა იმისთვის, რომ დაიკავოს ეს რაღაცა, ხო? აი ეს არის ამ რუტინის აშენებაში. სხვა ვიცი რომ ეს საით მივდივარ რა. ანუ თუ გაქვს კონკრეტული მიზანი, არა, მნიშვნელობა გახდომა კოჭის დათხელება თუ რაც თუ გაქვს კონკრეტული მიზანი, მაშინ ეს მიზანი ზუსტად ჩაგაყენებს აი ამ დისციპლინაში. რა შეიძლება იქ მიზანი კიდე მთავარი. ეს მიზნის მიღწევაც მთავარი მნიშვნელოვანია. აი ეს მიზანს რომ მიაღწიე.
ვითიქეცი ეგ არის მნიშვნელოვანი. არის ძალიან შრომატევადი, ძალიან ბევრი მოთმინება არის საჭირო. შემიძლია დავირწყა, სულ მეკითხებიან, რას იკეთებ, რას ვიკეთებ, მოდი ჩემი რუტინით იცხოვრე და ნახავ რა როგორ წევამდე, არასდროს არაფერი არ გამიკეთებია რა. ძალისხმევა არის მთავარი. და ეგ უნდა ვიცოდე, რისთვის ვაკეთებ ამ ძალისხმევას და ის რათაც ვინც ვიქნები, ეს ეკოლოგიურია, აი ეს გზა რა პიროვნებათაც მაქსევს, ანუ მიზანიც და გზაც. აზერია. ისედაც როცა ადამიანი ძალისხმევას დებს რაღაცაში, ის უყვარს, იმიტომ რომ ენანება თავის NLP coaching-ზე გადავიდეთ. ენანება თავის შრომა, ანუ ჩვენ ხო ეგოისტები ვართ რაღაცნაირად, აი რაშიც ვდებთ ინვესტიციას, გვენანება, მერე იმისი რაღაცა ფუჭეთ გაფლანგვა და მით უმეტეს ძალისხმევას როცა ვდებთ რაღაცა, იქ დილასად იქ ვარჯიშის დროს კუნთი გეტკინა, რაღაცა დაიღალე ანუ აი ეს მთელი შენი გამოცდილება და მოგზაურობა იმდენად ძალისხმევის ტოლფასი რომ გინდა არ გინდა გიყვარდება. მაგ თავიდან ნებებული 9 წელია. და რაღაც მომენტებში ხომ აი რომ 9 წელია ნაპასი არ დამირტყია რა. აი ვაფშე ხელში არ მჭერი. რაღაც მომენტებში მაქვს ხომ ეხლა საერთოდ არ მინდა, მაგრამ არის ხოლმე მომენტი რომ აი რაღაცთან აი რაღაცა ყვითელ მალბოროს რაღაცას მოუწევი წითელს თუ რაღაც უბედ ყვითელი არც არის და ახლა ეს 11 წელია მაგ მინდა ხოლმე რა რაღაც მომენტში ბრაღ და მაქვს ეგ ტოვა ერთი რომ მოუწევი რა მგონია რომ არც არაფერი მაგრამ დილით პროტეინი დავლიე კრეატინი ჩავაყოლე იქ რაღაცები ფასტინგზე ვარ ბროკოლს ჭამდა ეხლა შაქარს ავჭამი და უცებ ხო და ხვალ ვიცი რომ დილით კიდე ესეთი კარდიო უნდა გავაკეთო სადაც საჭიროა ეს ენდურენსი ხო დიხანი რა ხო ეს გამძლეობა და ეხლა სიგარეს ნახდათ ვერ მოუწევი ეხლა მაჩერებს ეგ რაღაცა რა ეს რუტინა მაჩერებს თვითონ მაგას ვიტყვი შენ ძალისხმევის ფასი იცი უკვე რა არის ძალიან დიდი მადლობა თაზო იმდენი რაღაცა მოკიდე სალაპარაკო მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეს თემა დაუყურავი ხო დაუყურავი არა მაგრამ ეხლა შეგყავს მეუღლე შეგყავს შვილი უკვე შვილები შენი ძალიან მაგარი და ხელმძღვანელობა ამ რაღაცა ფანტასტიკურ წამოწყებას როგორიც არის ეს ცენტრები პოდკასტი ძალიან კარგია რომ ეს ხმა მაღლა ლაპარაკობთ ამ ყველაფერზე და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ რა ვიცი აი მე მგონი რომ პირველი პრობლემა არის ცნობადობა როგორც იცნობიერება ეს ამაღლდება ადამიანებში მე მგონია რომ აი უფრო ესე ვთქვათ, მაგფაზაში ვარ ეხლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიჭი დადის უკვე თერაპიებზე, ძალიან ბევრი ტრენერები ყალიბდებიან, კოუჩები, მენტალ კოუჩები, თუ რა მენტორები, თერაპევტები და ეს ზოგს არ მოწონს ყავასთან სხვავენ და რამდენი თერაპევტია. ძალიან კარგია, ძალიან კარგია, ძალიან რამდენი პოდკასტია, ძალიან კარგია, ბევრი პოდკასტი. ვიღაცა შენ არ გიყურებს და სხვას უყურებს, ვიღაცა სხვას არ უყურებს და შენ გიყურებს, ყველას თავის მაყურებელი ყავს, ძალიან კარგია ეს ესე რომ ხმამაღლა ვაპარაკობ აი ჩვენ გვაქვს ეს საქართველოს რაღაცა არაფერი ან ბევრი ყველაფერი უცებ რა და ძალიან კაია ბევრი ყველაფერი უცებ და მაგიტომაც რაღაცნაირად უფრო სწრაფად ვითარდებით ხოლმე რაღაცეებში ვიდრე სხვა ეს პოვნა არის მე მთავარი და კი ძალიან დიდი მადლობა შენ მადლობა შენთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყურებისთვის აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი მეგობარი კომპანია არის სნეკის მიწისწყლის კარაქი დანამატების გარეშე საქართველოში წარმოებული და მოკლედ ჯიგრული და რასაوراე გებრიელი ყველა ვარიანტი. მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქეთ ვიდეო. უნდა გთხოვოთ ეს იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მიდის სხვა ადამიანებამდე. დაგვიკომენტარეთ მომავალში რა თემების განხილვას ისურვებთ და აბა თქვენიცით მე მომავალ ეპიზოდებზე გებშობთ.